მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. როგორც იცით, კულტურის მინისტრი თინათი რუხაძე გადადგა თანამდებობიდან. ქალბატონმა თინათინმა Facebook-ში გაავრცელა განცხადება. Facebook-ში გავრცელებული განცხადებაში თინათი რუხაძე გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და წუხს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან მოყვარს და მისთვის ძვირფასია. სხვა ინფორმაცია ამ ეტაპისთვის უცნობია თუ რა გახდა მისი გადადგომის მიზეზი. სამაგიეროდ ვიცით თუ როგორ ექცევა ხელისუფლება იმ აქტივისტებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, მაგალითად ბანერებით ხელში და იქ აქვთ რაღაც წარწერები, რომელიც ეხება ბიძინა ივანიშვილის თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი იან ველითაურის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალ დაუღვევა ცნო. მოსამართლე თორნიკე კაპანაძე იან ველითაურს 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა. თუმცა მის გარდა კიდე 10 ადამიანს ასამართლებენ თბილისის საკრებულოს აქციის მიმდინარეობისას 10 პირია დაკავებული. თოიკო თოშკვა, მარიამ მეყანწიშვილი, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებოძე, ვასო ბერძე, მარინა ნანავა, თორნიკე ტიკარძე, შაკო ბაღდოშვილი და ეს გუშინ წინ დააკავეს და გუშინ კიდევ ერთი პიროვნება დააკავეს. მანამდე იცით, რომ ასევე ბილდსიტყვაობისთვის უკვე Facebook-ში დააკავეს ჩემი კოლეგა ჟურნალისტი ვახო სანაია, რომელიც ამ დროისთვის ციხეში ზის და მას 14 დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ამ თემებს გამოეხმაურა ერთ-ერთ მედია საშუალებათან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, რომელმაც განაცხადა შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტის სიტყვის თავისუფლება და არა იძულებით დამყარებული დუმილიო აცხადებს ამერიკის საელჩო. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხია, რომ ამერიკის საელჩოსთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებენ. ზოგი ამბობს, რომ რაღაც თითქოს ინფორმაცია არ აქვს საელჩოს საკმარისი. ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმრები იქნებიან პირველ ნაწილში ბეკა კურხული მწერალი, ზურაბ ცეცხლაძე, აქტივისტი, იურისტი და ასევე ზვიად ცეცხლაძის მამა და ბეჟან ჯავახია, ისტორიკოსი, ლეონის პროფესორი. გადაცემის მეორე ნაწილში ლევან ლორთქიფანიძე შემოგვიერთება სოციალ-დემოკრატიისთვის წევრი ასეთი პარტია არსებობს სოციალ-დემოკრატიისთვის და მისი წევრი არის ლევან ლორთქიფანიძე. მივესალმებით ჩემს სტუმრებს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბეკა, თქვენგან დავიწყებ, როგორც წერლისგან, ამ შემთხვევაში კულტურის მინისტრის გადადგომაზე მინდა პირველი კითხოთ, რას ფიქრობთ, რა შეიძლება გამხდარიყო მიზეზი მისი გადადგომის და ზოგადად როგორ შეაფასებდით ამ ქალბატონის მოღვაწეობას? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მინდა ბატონ იულონ გაგოშიძეს მიუსამძიმრო ჩვენს თანამებრძოლს, ჩვენს უფროს მეგობარს მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კულტურის მინისტრის გადადგომას, კულტურფელი ვიქნები. მე 2024 წლიდან ამ მთავრობას ოფიციალურად არ ვცნობ, შესაბამისად ნაკლებად ვიცი ამ ქალბატონის შესახებ. დანიშნეს, გადადგან, ხო ვიცი რაღაცა დეტალები, ბუნებრივია, ვიცი გამოსვლები. არ ვიცი, ამ შემთხვევაში მე კარგ რესპონდენტად ვერ გამოგადგებით, იმიტომ რომ არანაირი დამოკიდებულება არ მაქვს. ქალბატონია დანიშნეს მინისტრად, გადადგა. მე ამ ხელისუფლებასთან ძალიან დიდი ხანია მაქვს, ვინც მიცნობს ამ ისმენს იცის, რომ საკმაოდ რთული ურთიერთობა, ფაქტიურად არ აღვიქვავ და ვერ აღვიქვავ ლეგიტიმურ ხელისუფლებად, არაერთხელ მithქვავს თქვენ ტელევიზიაშიც და სხვა მასმედიის საშუალებებში, რომ ეს ჩემთვის არის საოკუპაციო რუსული რეჟიმის წარმომადგენლები არიან, შესაბამისად ეს დამოკიდებულება. ეს არის ჩემი პასუხი. გასაგებია, ბატონ ბეჟან, თქვენ თუ გაქვთ რა კომენტარი კულტურის მინისტრის გადადგომაზე, მის მოღვაწეობაზე, ამ თანამდებობაზე? ეს ვერ გეტყვის, იმიტომ რომ მე მგონი არც ერთი სამინისტრო არ მუშაობს. აი თქვენ რომ გითხოთ, რომ რაღაც მინისტრები შეიძლება ვერ დაასახელოთ, ვინ არის მინისტრი, თქვათ, მე არ ვიცი მაგალითად, ბევრი მინისტრი ვინ არის და ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს. ეგ სამინისტრო, რომელსაც დიდი რეპრესიები განიცადა, თქვენ იცით, რომ თეატრი დაარბიეს.
ანუ ესე გაუშვეს რეჟისორები, თქვენ გახსოვთ, კინოსტუდია და კინოს ხალხი როგორ გაიქცნენ და არავინ არ არის. ისინი ვერ ატარებენ ვერც ფესტივალებს, ვერ ატარებენ არც ლიტერატურაში და ვერცად ხომ. ანუ პრინციპში ესეთი სამინისტროს არაფერი არ აქვს პრინციპში და ეს ხალბატონის არაფერს არ წარმოადგენს, არაფერი არ შეუქმნია, მე მგონი. აი ვერ ვიტყვით, აი მე წარმატებები იყოს ყველა პერიოდში რაღაცა წარმატებები ქონდა თეატრს, ან ახალი თეატრი შენდებოდა, ან კინო, ან მუზეუმი. ეს ყველაფერი უკან წავიდა მის ხელში და ამდენს მას არაფერი არ ქონდა სალაპარაკო. მან ვერ დაიცვა ერთ-ერთი კულტურის ძეგლები დაუცავს მას რაც ხდება, არ დაიცვა თქვათ არც გელათში რა ხდება. პასუხისმგებლობა მათ მოუწევს თქვათ ისტორიის წინაშე წულუკიანს და მასაც აუცილებლად რაც გელათთან დაკავშირებით ხდება. მათ პასუხისმგებლობა მოუწევს ძალიან ბევრ რამეზე, თუნდაც აი ახლა ამ წუთში ეს კულტურის საკითხი, აი ფუქსის აი საერთაშორისო ძალიან აღიარებული არქიტექტურის მიერ გაკეთებული ძეგლი არის, რაც დგას ეს ვიქტორია, ანუ ორი თეატრი და პრინციპში ამას ისე ანგარებენ, რომ განხილვა არ ყოფილა. ან კულტურის ამასთან ერთხელ მაინც გვიფიქრა, რომ ახლა რუსთაველის გადაკეთება რო ხდება, რომ აი ხო გთხოვესო ჩვენ გვეუბნებიან, რომ წინა ხელისუფლება მათ ჩაატარა განხილვა, ისე დადგა ესენი, ხომ? ახლა რუსთაველი ხო ძალიან მნიშვნელოვანი არტერია საქართველოს, ყველაზე მნიშვნელოვანია, ხომ? იმის წინა ხელისუფლება კიდე იმის წინ შევარდნაძეს როლს თქვენ გახსოვთ, რომ პირველი სკოლის უკან ისეთი შენობები ააშენეს, რომ არც მთაწმინდა ჩანს არაფერი, ანუ რუსთაველმა თავის სახე დაკარგა, ხო ავტენტურობა. ახლა რას გააკეთებენ ჩვენ არ ვიცით, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს იქნება კულტურის მინისტრი, ერთი კაცი მართავს, ან რუსი მართავს, რომელიც ერთ ადამიანს ენდობა და შემდეგ არის. ეს ადამიანი რის გამო თქვა გაუშვეს თქვენ ეს არა ინტერესები ვიღაცა სხვას მოუნდა ადგილი. არა, ვიღაცა შეიძლება ადგილი მოუნდა, ან რაღაცა ან შეიძლება დიდი ფულია სადღაც ისევ. ეს ხო ძალიან კორუმპირებული ხელისუფლებაა და ხარ მინდა ქალბატონია როგორ დააბრალო, მაგრამ ისე პრინციპში ესე იგი მას ცოტა დაკლები ჰქონდა, არ აქვს კულტურის მინისტრი არ იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მისი ღირებულებები არ შეიფერებოდა, როცა ლაპარაკობდა რომ რაღაცა დიდი ტვინი მახა ჩემი ჩანთამდენი ღირს ეს არ იყო ჩემთვის კულტურის მინისტრი. მე ოდესღაც მუშაობდი კულტურის სამინისტროში, ახალგაზრდობის დროს და ოთარ თაქთაქიშვილი იყო ჩემთვის მინისტრი და ახლა ამის შემდეგ თიკა რა გვარია მინისტრი იქნებოდა. აი ხო, ქალბატონს აი თავის სახელის კერძ არ მოეთქმებოდა ნორმალურად. ძალიან ისეთი იყო რა, ეს არ იყო კულტურის სამინისტრო, რაღაცა სადაქალო ქონდა ეტყობა და ეს კუტოკი დაიშალა. ახლა საინტერესოა ვის დანიშნავდა. რა მნიშვნელობა? აი ეს კი ნამდვილად ვიცი რომ აი რამდენი კულტურის მინისტრი შეიცვალა თუ გახსოვთ რომ აი სულ პირველი მახსოვს მწერალი იყო ვერაფერი ვერ გააკეთა და მგონი შედარებით პატიოსთან წავიდა აფხაზეთიდან ტორული მწერალი ოდიშარია ხო შედარებით პატიოსთან წავიდა თუმცა მის ბიოგრაფიაში დარჩება ექსუდაც რომ ამ ხელისუფლებაში იყო დავისთავად შემდეგ იყო წულუკიანი იყო და კიდე იყო ეკაცების შუალედში ალბათ ვინმესა იყო მიშა გიორგაძე ხო აი რაღაცა ბიზნესმენი თუ რაღაცა ეგეთი იყო აი არც ერთი სახე არ იყო არც ერთი შემოქმედებითი ადამიანი არ გვინახია არც შემოქმედებითი ღონისძიებები არ გვინახავს ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ხო, ნუ გურამ ოდიშარია ფაქტობრივად შეიძლება ითქვას იმიტომ წავიდა რომ საყდრესის საფეთქებას არ მოაწერა ხელს შეიძლება დაუფასო და მე მიშა გიორგაძე მოაწერა არა ბატონი გურამ ოდიშარი აქედან მოკითხვა მე სხვა სენტიმენტები მაქვს ხუმელებთან ძალიან ღირსეულად წავიდა ნუ ახლა დათანხმდა ყველა ვერავის განჯა ძალიან ადვილია არ ვიცი მე პირადად ესეც აქციელს ძალიან ვაფასებ როდესაც ესე უკომპრომისო გაწერა განცხადება და წავიდა მას შემდეგ ესე არავინ აღარ მოქცეულა კი ბატონო, ნუ ნახოთ საბოლოო ჯამში გასაგებია თქვენი დამოკიდება ამ თაურობისადმი, მაგრამ აინც საინტერესოა შიდა, ასე ვთქვათ, რაღაც გადაადგილებები, რა ხდება, რას უკავშირდება და რეალურად რითი ვერ მოაწონა ქალბატონმა თიკამ თავი, არ ვიცი, კობახიძეს. ბატონ ბეჟანს დავეთანხმები, მართლა რა მნიშვნელობა აქვს? ჩემს ვარანაირ. კი ბატონო, მესმის ეს პოზიციაც, ბატონ ზურაბ, თქვენ უკვე მინდა ამ დაკავებებზე გითხოთ, რაც ხდება. საკრებულოსთან დაკავებებით დავიწყებთ, ხო? წარწერა, რომელიც ნუ ერთი შეხედვით, ეხა არ არის სასიამოვნო, ხო, უხამსი, ეხა ბიზინა და იქ რაღაც 300, ნუ კითხვის ნიშანი და ასე შემდეგ და ამ მიზეზით დაიჭერეს უკვე 10 ადამიანი, ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის შეურაცხყოფა, წვრილმანი ხულიგნობა და შესაბამისად ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება. თქვენ ის თქმა შეგიძლიათ. მოგახსენებთ, პირველ რიგში უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ ჩემი სოლიდარობა მათ, ვინც დღეს დაკავებულია აი ამ მოტივით, აი ამ ბანერის ხელში დაჭერის გამო არის დაკავებული. პირდაპირ მნიშვნელობით ეს არის დარტყმა თავისუფალ სიტყვაზე. ეს თამამად შემიძლია ვთქვა და რატომ?
თუ ეს სიტყვა არის შეურაცხმყოფელი ზოგადად საზოგადოებისთვის, მაშინ ყველასთან მიმართებაში უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და არა მარტო ბიზნესთან მიმართებაში. ორი დღეა ვსვამ ამ შეკითხვას, რომ მე ვნახე გუშინ. ჩემი თქვენი ამ ვიღაცის სხვა სახელი რო დაწერონ, მე ვნახე გუშინ მაგალითად. გოჩა რო დაწერონ და 300 არანაირი აგირება არ ექნება და გუშინ ეკავა ერთს პუტინზე ზუსტად ანალოგიური შინაარსის კითხვა-პასუხით, მოვიდნენ, გადაუგეს ფოტოები, წავიდნენ, აღარ გამოჩენილან. ანუ ნახეთ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ეს ამბობენ, რომ აი გიჭირავს რაღაც ბანერი, რომელზეც არის უხამსი წარწერა და უბრალოდ მოდის მოქალაქე, რომელიც ამას ხედავს და არ მოსწონს და ექმნება დისკომფორტი და ასეთი ადამიანმა შეიძლება ასმა ჩაიაროს და ასივეში გამოიწვიოს ნეგატივი, რაც ზოგადად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. მაგრამ ვხედავთ ხომ რომ თუ ერთთან მიმართებაში ეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევას მიიჩნევა, მეორესთან მიმართებაში რატომ არ არის ეს, ხომ? ჩვენ გვახსოვს ხომ ადრე ბანერები ირაკლისთან დაკავშირებით. ირაკლისთან დაკავშირებით იყო, თორე სხვაზე ნებისმიერზე რო დააწერო, რაც არ უნდა, რაც გინდა და რაც არ გინდა, არანაირი რეაგირება არ ექნებათ და არათუ დაკავება შეიძლება არც კი მივიდნენ და უთხრან რომ ჩამოწიე ბანერი და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი კიდე რა არის აქ, იცით? რამ გამოიწვია ეს? ეს ბანერი რამ გამოიწვია, კაცო? 2014 წელია ესენი არიან ხელისუფლებაში. 2014-ში რატომ არ იყო 16-ში, 20-ში? რატომ არ იყო და უცბად გაგიჟდნენ ვიღაცები და გამოცვიდნენ და დააწერეს ეს, ხო? რატომ? იმიტომ რომ დღეს ჩვენი სამშობლოს მთავარ მტრად აღქმული არის ეს პიროვნება, რომელსაც ვერაფერი ვერ უშველა საზოგადოებამ. უბრალოდ ვერ უშველა ვერაფერი, მიბმულია ოკუპატორ რუსეთთან და როცა შენ სამშობლოს ებრძვიან, ანადგურებენ და ყველა კანონით დასშვებული მეთოდით აგიკრძალეს, ქუჩაში გამოსვლა აგიკრძალეს, ტროტუარზე დადგომა აგიკრძალეს და ყველაფერი შეგიზღუდეს და ლამის იმაზეა მისული რომ სუნთქვა აგიკრძალონ, ნუ ამ შემთხვევაში ადამიანისაგან ნებისმიერი საქციელი მოსალოდნელია და ნებისმიერი ფორმის ბრძოლა არის მოსალოდნელი. ეხლა პირდაპირ მნიშვნელობით აქ ბიძინა წერია, ხო? ნუ მე ვფიქრობ, რომ საკუთარ თავზე არ უნდა მიიღოთ ეს და არ უნდა მივარდნილიყვნენ თოშხუასთან და არ უნდა დაეკავებინათ და არ გამოიწვევდა დანარჩენი 9 თუ 11 კაცის მისვას იქ და იგივე ბანერით დაკავება. ამი ეს ფაქტობრივად საკუთარ თავზე აღება ბიძინა ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია, კაცო, აუცილებელი არ არის რომ ამ ბიძინაზე იყოს საუბარი, მაგრამ რატომ მიიღეს საკუთარ თავზე? იმიტომ რომ ისინი არიან მტრები ამ ქვეყნის და ვინც ამ ქვეყნის მტრებს ებრძვის, ზუსტად საკუთარ თავზე მაგიტო ღებულობს ამას. მიზეზი არის მთავარი აქ გამოსაკვლევი და არა ის რომ აი ეს უხამსი სიტყვა და ეს რაკნეს და ქვეყანა დაანგრიეს, არაფერი არ დაუნგრევიათ ქვეყანა, როცა კანონიერი ლეგიტიმურ საშუალებებს მოუსპობ ადამიანს, ვიცით ხომ, ისეთ სიტუაციაში ჩაგვაგდეს, რომ სხვა გამოსავალი არ არის და შეიძლება ერთ ჩვენიერ დღეს მართლა მთელი საქართველო იდგეს უკვე ბიზნეს რეზიდენციებთან შეკვეთილში, სოლოლაკში, რა ვიცი მე, სადაც და აი ამ ბანერებით იდგეს მთელი საქართველო და მე გაუკვირდებათ რომ რა დაემართა ამ ხალხს, ის დაემართა ამ ხალხს რომ ეს ქვეყანა მიდის რუსეთში, ევროპის კართან მისული ქვეყანა დაანგრიეს, ჩამოშალეს, ყველა გზა ჩახერგეს, კანონიერი ლეგიტიმური ბრძოლის ყველა გზა აკრძალეს და ადამიანებს სხვა არაფერი აღარ რჩება, უბრალოდ რომ გამოვიდეს და აი ესეთი ანუ ერთი ადამიანი ვის გუშინ დააკავეს, ხო, ის ამბობდა რომ ეს არის შიშის დაძლევის მიზნით გაკეთებული. და ხელშეუხლოს შიში დანერგოს და პოლიტიკური აქტი იყო ფაქტობრივად ეს. ეს იყო პოლიტიკური აქტი ფაქტობრივად, პოლიტიკური აქტი იყო და პირდაპირ მნიშვნელობით აქ ეხლა სხვა რო ყოფილიყო ხელისუფლებაში პირობითად, ხო? ანუ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისადმი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს კაცი ანგრევს ამ ქვეყანას, თორე ეს რომ ამ საქმეებში არ იყოს გარეული 100 წელი არავის არ გაახსენდებოდა ბიძინა ივანიშვილი და ამ ბანერის ხელში დაკავება, ხო? არავის არ მოწონს, დარწმუნებული ვარ, ამ 300 ბანერი ეჭიროს ხელში ადამიანს. არავის თვითონ ამ ბანერის ქვეშ ადამიანი მე ძალიან ცუდად წარმომიდგენია, ხო? მე პირადად ამ ბანერს ხელში ვერ დავიჭერ. თუმცა თუ ისე განვითარდა სიტუაცია, რომ აი ყველა გზა გადაკეტეს და ჩვენიერ დღეს მართლაც შეიძლება მთელი საქართველოს ამ ბანერით იდგეს და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კონკრეტულად ამას
ეს ხარო ეუბნებიან, ამას ეუბნებიან, რომ წაადი მოგშორდი დაგვანებე თავიო რა. ამას ეუბნებიან აი ამ ჟესტით და არა სხვა რამეს. ასე უნდა გაიგონ მათაც და საკუთარ თავზე არ უნდა მიიღონ ჯერ ერთი. და ეგ რო გაეტარებინათ, საერთოდ არაფერი არ მოხდებოდა შემდეგში და უბრალოდ თოხშუა იდგებოდა რამოდენიმე საათი და ადგებოდა წავიდოდა. იგივე არის ახლა ვახოსანაიას პოსტის გამო. ხო, ახლა ვახოსანაიმა ის პოსტი რაც დაწერა შალვა პაპუაშვილზე. თან კაცმა თქვა არა ნუ ეძახიდო გაწოდა მაგის და წაიკითხა ალბათ თუ რამდენიმე ათეულმა ან ასეულმა ადამიანმა და იმის ვერი აღარც ახსოვდათ ახლა რამდენი ხანი გავიდათ ახლა ამის გამო რომ დაიჭერეს კაცი თელ ქვეყანამ გაიგო რა დაწერა ვახოსანაიამ შალვა პაპუაშვილს ქვეყანამ გაიგო რა უწოდა უფრო სწორად მე ვამბობდიო რომ არ დაუძახოდო და ახლა დაუძახეთო და ყველა მაიტაცა ქვეყანამ გაიგო ვინ არის არ ვიცი მე როგორ მუშაობენ და რა ლოგიკაა მათ ამ გადაწყვეტილებებში ვერ ხვდები მე ისიც მიკვირს რომ ასეთი გადაწყვეტილებების მქონე ადამიანები როგორ ინარჩუნებენ ამ ხელისუფლებას იმასაც ვერ მე შევეცდები ახლა რა ლოგიკაა იმიტომ რომ მათი თელის ხელისუფლება ხო დგას ახლა განსაკუთრებით ივანიშვილის ბიძინას ავტორიტეტზე რომ აი ბიძინა არის რაღაც ადამიანი რომელმაც იხსნა ქვეყანა დღეს ეს ამის ესეთი პოსტების დაწერა დაავალეს რეგიონებში მათ რაღაც იმათ თანამდებობის პირებს რომ ყველა გამოდიოდა და Facebook-ზე წერდა რომ ბიზნესმა თავი გაწირა ამ ქვეყნისთვის ან იხსნა ეს ქვეყანა და ასე შემდეგ და ბიზნეს ავტორიტეტის შეხებაზე უკვე ხმოვან ჩანაწერებს აკეთებდნენ გვერდებზე და ამიტომ ის ბანერი ახლა ეხება ავტორიტეტს და ამიტომ არის ეს თემა თქვა რა სიტყვა მე 6 ივლისს მქონდა სასამართლო სადაც დამაჯარიმეს იმისთვის რომ Facebook სტატუსი არ იყო TV პირველში ვიყავი მიწვეული და იქ თქვი რომ ახალი ჩამოსული ვიყავი უკრაინის ომიდან რომ ბიძინა ივანიშვილი ექცევა ქართველ მეომრებს იმიტომ რომ გამუდმებით არის შეფერხება დევნა და ასე შემდეგ ახლა აღარ განმეორდები როგორც ვაჭარი მეომრებს ტიპიური საქციელია და ბიძინა ივანიშვილი არის ვაჭარი და ამისთვის დამაჯარიმეს 3000 ლარი. ის შეგეგინებია. არა. არც ბილიცით არა, მე ტელევიზიაში გინების ადგილი ვიცი, აქ არც თქვენ გაკადრებთ, არც ერთ ტელევიზიაში, არც მაყურებელს ბუნებრივი. ვაჭარია და როგორც ვაჭარი ისე ექცევა ქართველ მეომრებს. ამის გამო და ამის გამო საქმეში ხალხს გონია რომ აჯერებენ მარტო ბილიცით. არა, საქმეში მაქვს. 20 ივნისს ამოღებულია საქმეში მაქვს. რომ დამაჯარიმეს 3000 ლარი და მე რო კითხულობდი რომ ჯერ ერთი ვაჭარი რატოა საგინებელი სიტყვა და მეორეც რა მაინტერესებს და ვაჭარი თუ არ არის ვინ არის პროფესია ანუ გამოისო პოლიტიკოსი ასევე ხო გიორგი ახობაძეს ერთ-ერთი ბრალი რაც წაუყენეს ერთი ის რომ ჩამდე პოლიციელებს აგინე ეს ერთო სიგიჟია ხო კაცმა თქვა რომ ვინც ნარკოტიკებს დებს იმ პოლიციელებს დედაო და ამის გამო დაიჭირეს და ერთი კიდე რაც არის რომ იგი ვიღაცას მონა მოღალატე და ტვინ თხელი თუ რაღაცა უწოდა. ანუ მარტო გინებაზე კი არა. ხო, ტვინ მცირე თუ რაღაცა. ანუ მარტო გინებაზე მე მეორე შაყირი წავიდა თქვენი არ იყოს ეხა ბძანებით რომ ყველა ქვეყანამ გაიგო. მე რო კითხულობდი რომ როდესაც ინტერვიუში მეკითხებოდი რომ მაშინ პროფესია მაინტერესებს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის ვინ არის ხარაზია, სანტექნიკია მოცეკვა კინომცოდნია, ვინ ხელოვნება ცოდნია, ანუ ვინ არის პროფესიით, რისთვის მაჯარიმებთ. მეტიც სასამართლოზე ვიკითხე, როდესაც ეგრეთ წოდებული პრემიერი ირაკლი კობახიძე კოლეგებს პარლამენტარებს მიმართავს, რომ კითხეს კვერცხის ფაზე თუ რაღაც. რომ ვერ გაიმარჯვეთ ამ კვერცხის ფაზე, თუ სამეგრელო თქვენზე გავიმარჯვეთ ლაყე კვერცხებზეო. საქართველოს სამწუხაროდ პარლამენტარებისთვის უსვრიათ, პარლამენტისთვის უსვრიათ, მაგრამ მიმართვა პრემიერ-მინისტრი ეგრეთ წოდებული კიდევ იმეორებ თავისივე კოლეგებს ლაღე კვერცხს ეძახდნენ და სასამართლოში ვიკითხე. არავის დაჭერა არ მინდა, ბუნებრივია, მე მაინტერესებს ლოგიკა, რასაც თქვენ კითხულობდით, რომ ჩემთვის მე მასამართლებთ იმისთვის, რომ თქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ვაჭარი და ყავს ნოქრები და ეს რას ნიშნავს, როდესაც ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოლეგებს მიმართავს თქვენ ხართ ლაღე კვერცხები და ლოგიკური პასუხი მივიღე ბრჭყალებში რომ ეხა თქვენ გასამართლებთ და არა მასო და მაშინ მე უთხარი რომ გავიგე რომ ეს არის უსამართლო სასამართლო მე კომენტარს არ გავაკეთებდი. რაღაცა სხვა დაგაჯარიმეს დამატებით. არა, დამატებით გადავრჩი, იმიტომ რომ იქ ხო მწვავე საუბარი იყო საკმაოდ, მაგრამ კი ბატონო, და ანუ დაკავებებზე რა სიტყვი ზოგადად? რაფერ დაკავებებზე რა, ანუ ბავშვები გამწარდნენ, გადავიდნენ ჭკვიდან, რა ჩემთვისაც აბსოლუტურად არის ბავშვები არ მემეტებიან პირველ რიგში თორე მოქალაქე ბიძინა ივანიშვილისთვის არაფერი არ მენანებამდე. აი ეს ბავშვები მენანებიან იმისთვის როგორც ბატონმა ბძანა ესეთი ბანერები დაჭერა მოუწიათ ხელში და ახლა საერთოდ დაკავებულები არიან. ჩემი უსიტყვო სოლიდარობა. იმიტომ რომ როდესაც შენ მთელ ქვეყანას თავზე
აჯდები, როდესაც შენ ესე იქცევი შენს მებრძოლებს, პროფესორებს, სტუდენტებს, ექიმებს, მწერლებს, პოეტებს, რეჟისორებს და მსახიობებს ბუნებრივია, რომ ახალგაზრდობა ესეთია, თამამია, უკომპრომისოა და ბუნებრივია აწყობს მე ასეთ კინა დებუში და არქვით კინა დემონსტრაცია და სხვა შორის მე ძალიან მაინტერესებს იმან რა ქვია, დენირომ ტრამპოროვ დაიძახა გაგანია იმაზე რა ქვია ოსკარების ნომინაციაზე რატო არ დაიჭირეს. ხო? იმიტომ რომ იმ ქვეყანას სულ არ მაქვს არანაირი სიმპათიები ტრამპისადმი, მაგრამ აგერ არის ხო, ამის წესებია თავის, კანონები იცავს ყველას. კანონი არის კანონი იმ ქვეყანაში. საერთოდ უზენაესი უნდა იყოს კანონი. როდესაც მოქალაქეები ძინა ივანიშვილისთვის არის ერთი კანონი და დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებისაც აღარ ვილაპარაკებ თანამდებობებზე და სახელებს და გვარებს თავი დავანებთ არის სხვა კანონი. ეს არის ანარქია და ძველი რომაული გამონათქვამია სხვათა შორის არ იქნება სამართალი, ანუ არ იქნება კანონი, არ იქნება მშვიდობა. და ჯერჯერობით კიდე ბანერებით რო გამოდის ეს ახალგაზრდობა კიდე გადარჩენილები. ჩემი უპირობო მხარდაჭერა ყველა სინდისის პატიმარს უსიტყვოდ. ბატონო, თქვენი ახსნა როგორია? რატომ მიდის ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებზე? ცოტა შეიძლება რაღაც მომენტში გასაკვირი იყოს, ხო? უკაცრავად ბატონი ზურაც ამბობდა, რომ გაეტარებინათ, ხო? ეთქვა რომ იცი რა, ჩვენ არ აღვიქვამთ ამას, ჩვენს წინააღმდეგ მიმართულ, ხო, ბევრი ბიძინა არის, არ ვიცი, ბევრი შალვა არის და რა პრობლემა არის, მაგრამ ნუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ ესე სამაგალითოდ დაიჭიროს მარტო ერთ სახელთან დაკავშირებით. ახლა კიდევ ვიმეორებ, სხვა სახელი რო დააწეროს ვინმე, მაგრამ მგონია ეს ჩათვალონ ხულიგნობათან რაღაც წესრიგის დარღვევად, ხო? ხო, რასაკვირველია, აქ უკვე დიდი ხანია გამოჩნდა, რომ ძალადობის ლეგიტიმაცია ხდება, რომ სხვანაირად ისინი ქვეყანას ვერ მართავენ, თუ არ დააპატიმრეს ადამიანები. ეს ცოტა ჩვენი სისუსტეც იყო. მე ვთქვი ერთხელ კიდევ, სოციალ სტუდენტს უნივერსიტეტის წინ დააპატიმრებენ და ბორკლებს დაადებენ. ჩვენ ლექციაზე არ უნდა შევდიოდეთ, თორსა ბურჭულად ამს თეატრში ასეთი ადამიანების დააპატიმრებენ და ასე. მაგრამ ეს ფაქტია, რომ თვითონ ხელისუფლება არის იძულებული, რომ ამ მსგავსი რამით მართოს ქვეყანას, რომ ასეთი კანონით მას მართვა არ შეუძლია. ბატონი ბრძანებდა რომ იმიტომ რომ თქვა უწოდა ვაჭარი ვაჭარს ამისთვის დააპატიმრეს იმიტომ რომ თქვა არ მოეწოდათ ფორმა ხომ დააჯარიმეს ხო ამიტომ ეს არის ის რომ მათ ამ ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ არც ეს შემთხვევაში მათ გამოიყენეს ყველა ფორმა თქვენ რატო გიკვირს ეს დაპატიმრება როდესაც მათ ეს არ გაგონილი რამ ასე კი გაზით ხუთავი გაზზე გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგების მიმართ და რამდენიმე ასეული ადამიანი აწამეს ხომ მასში რა ქვია ვაგონებში თუ რა იმაში სამარშრუტო ტაქსებში თუ სხვაგან ამიტომ ხელისუფლებას არ შეუძლია მართვა არც ერთ შემთხვევაში მან პრინციპში ნახეთ ეს უნივერსიტეტების მე მახსოვს რომ 2006 წელს რეფორმა რო დაიწყო როდესაც 5 წლიანი უნივერსიტეტი 5 წლიანი იყო გადაკეთა 4+2-ად ანუ 4 წელი იყო ბაკალავრიატი 2 წელი იყო მაგისტრატურა ყველა ამბობდა რომ კოლეჯად გადაგვაკეთა ეს უნივერსიტეტი შეამცირეს ახლა ვინმე მათგანი ხმას იღებს 3 წლიანად გადააკეთეს და 1 წლიანი მაგისტრატურა მაგრამ მე ხო ფიქრობ იმასაც რომ მათ ახალგაზრდების ეშინიათ არ სურთ რომ დიდხან სტუდენტები იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებით დაიწყეს ერთი მხრივ ახლა ეს რასაც ხედავთ და მაგრამ მეორე მხრივ დაიწყეს მათი ასე ვთქვათ გადაბირება დიდი კამპანიები აქვს დიდი კამპანიები აქვს რაღაც ბანაკებს ქმნიან ეხლა გამოაცხადეს 3000 კაცზე სტაჟირების პროგრამა ანაზღაურებენ და ახალგაზრდებს ეპატიჟებიან რომ სამინისტროებში დაგასახელონ თავიანთ ხელქვეშ ურჩევთ თავისუფალ უნივერსიტეტებში არ უშვებენ ნახეთ 3 და 1 წელი ისინი ვერც ახერხებენ ერთმანეთთან დაკავშირებას კიდევაც ხო ასე პირველი წელი ძალიან ზოგადი საგნებია მაგრამ რასაკვირველია ისინი ამაზე მუშაობენ მან ყველაზე დიდი დანაშაული რაც არის ჩადენილი რომელსაც ჩვენ არ ვლაპარაკობთ და არ ვითხოვთ კატეგორიულად, მაგრამ მოვითხოვთ რომ აი კოლცენტრები და ვინაიდან კოლცენტრებში დაკავებულები. კოლცენტრებში კარგად ველაპარაკებიან ფრანგულად, ინგლისურად და გერმანულად, იმ ევროპელ პენსიონერებს არიან ევროპაში განათლება მიღებული ალბათ ახალგაზრდები, ხომ ასეა. ხო ეს არის ტრაგედია ისინი შეიძლება აქ მაგრამ ენა იცის. ხო, კარგად იცის, ხო, ევროპაში ნახო და ეს როგორ მუშაობს ისიც რომ ისინი თითოეულ მათგანმა იცის რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, ამიტომ ისინი იძულებული არიან მათთან იყვნენ და კიდე ახალი დანაშაულები ჩაიდინონ. მე მაგათ მომხრევარ მოვითხოვ რომ აი ყველამ უნდა მოვითხოვოთ რომ აი
კოლ-ცენტრები, მათი დირექტორები, ხელმძღვანელები. მას უბრალოდ დასჭირდათ. აი CNN-ში კი გააკეთეს, რომ კეზერაშვილის იყო ვითომეს კოლ-ცენტრები, მე რა გმისა, ხო ყოველთვის ამაზე აპელირებდნენ, აი ნახეთ კეზერაშვილის კოლ-ცენტრები. აღმოჩნდა რომ მათი იყო არა ლილუაშვილის, მათ აქვს. ნუ თუ ერთი ოთახის პოვნა არ შევძელით და ერთი კაბინეტის და სახელების მოპოვება არ შეგვიძლია. ნამდვილად შეგვიძლია სულაც მარტივია ეთყობა, მაგრამ ეს ჩვენ ვართ ძალიან სუსტები. ანუ ესენი მუშაობენ ხოლმე ძალადობით მართვის სხვა სისტემა. მას შექმნან ქაოსი ყველანაირად. ნახეთ ისინი ხშირად აი კანონების კი გაამკაცეს, ხო ნახეთ აი თან ამას გარდა ისინი ცდილობენ იმას. ნახეთ გუშინ თვითონ ესეთი პირდაპირ ყოველს აცხადებდნენ, აი 24 წელს პირველი განცხადება ის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო, რომ საბოტაჟს პოლიტიკურ პარტიებს კი არ აბრალებდნენ, კობახიძემ თქვა ევროპიდან მოვდივართო, კონსტიტუცია დაარღვია, ხო ასე. უშენ პირდაპირ პაპუაშვილმა გამოაცხადა, რომ არაფერი კარგი ევროპაში არ არის, პატარა ქვეყნებში ძალიან საშინელება. ამიტომ მათ სურს რომ ანუ შეიძლება ნიშნავდეს, რომ პირდაპირ უკვე ღია და შეიძლება თქვა, რომ ევროკავშირში აღარ მივიდება. ხო, მას უთკინის ფარდა ჩამოაფარონ, რაც შეიძლება მეტი. ვიცი და მეც რა თქვა თუ გასწორს, რომ ჩვენ დავყოფა იმან, რომ ძალიან ბევრმა გაიგო როგორც ცხოვრობენ ევროპაში კარგათო. აი მე ღარიბად ვცხოვრობ ჩემს სოფელში. საზღვრები რო გაიხსნა? გაიხსნა, ამან დავყოფავ და ახლა მით უფრო ამის ჩაკეტვა უნდათ. ანუ პირდაპირ იქეთკენ მიდიან. ვინმე აი ნახეთ სულ 1921 წლიდან 27 წლის ჩავთვლიდა შემდეგშიც ვინც კი დაპატიმრებულია ჩვენ ვახა პოლიტიკურ პატრონს უზახეთ. ყველას ბრალდება იყო საბოტაჟი. საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. აი სახელმწიფოში წერა ყველა ეწოდა საბოტაჟს ან დივერსიებს აკეთებდნენ ასე შემდეგ ხო ხო აი ნახეთ ამიტომ დაჭირდათ ეს ელისაშვილის დივერსია ვთქვათ რომ რაღაცას აწყობდა ანუ ეს საბოტაჟებს ან ვითომ ახლა რომ აღმოაჩინეს სადღაც 4 ოქტომბრის და არაფერი არ არის ხო ანუ მათ ასეთი ფორმა უნდა მოძებნონ და მაშინაც ზუსტად ეს მზადდებოდა ევროპიდან ჩამოდიოდა საფრანგეთიდან სადაც მთავრობა იყო ხო ასე მენშევიკური ან სხვა ქვეყნებიდან ანუ ჩვენ მე მგონი სულად ღიად ჩვენს წინ დგას მე ამიტომ მქონდა რომ სხვებისგან განსხვავებით იმიტომ თქვი სხვებისაც რომ განსხვავებით რომ 2012 წლიდან მე მქონდა მე გულწრფელად ეს ეჭვი რატომ დარწმუნება რომ ეს იყო რუსული რეჟიმი და იმუშავდა ბოლომდე რუსულად ხომ ძალიან მძიმედ ამიტომ ეს ხო დღეს უკვე ღია დევს ყველაფერი ეჭვი უკვე თითქმის არავის არ აქვს ამიტომ არავის ჩვეულებრივ საკმარისია ისტორია ხშირად იმართება მენტალობით ანუ იკითხება როგორი მენტალობის ადამიანები ცხოვრობენ და როგორი წარმოდგენები არის ხო და ამ სიტუაციაში ჩვენ ავიღოთ სახელმწიფო რა ეწერა 21 წლიდან მაშინ შემდეგში ჩვენ წავიკითხავთ რომ ზუსტად ბოლშევიკების მემკვიდრეები არიან და რუსულ საქმეს აკეთებენ მე მგონია მაშინაც რუსეთი მართავდა სტალინი იქიდან მართავდა ახაც მაგრამ ამ შემთხვევაში თემა არის როგორ შეინარჩუნოს ეს ყველაფერი ხო კრიმინალური ქაოსი თამაშობ კრიმინალური ქაოსი და ათესოს შეიძლება შიში ხო როგორც კი ავტორიტეტებს ვერ შეეხოს ვერავინ იმიტომ რომ ხელისუფლება ძირთად რაზე დგას ხო ბიზნესო მაგარია ბიზნესო არის თავარი ყოჩი და ეხლა ვიღაცა დადგა ქუჩაში და რაღაცა ბიზნეს წინააღმდეგ დაწერა ხო ამას თუ გაუტარებ მე შეიძლება სხვამაც და ბიზნეს ავტორიტეტი დაეწეს. ამიტომ ბუნებრივია ამას არ ატარებენ და ცდილობენ რომ პირიქით იქ რაღაც სხვა ალტერნატიული კამპანია წამოიწყონ. კიდევ ერთი რაც ახლა ამ დღეებში ნახეთ არის ეს რაღაც დაჯგუფებების შექმნა რომელმაც ქვეყანაში თურმე უნდა დაიცვას კულტურა, ჩვენი იდენტობა და რაღაც სიწმინდეები და ასე შემდეგ და თქვენ ახლა წინა პროფესორად პირველი პრეზიდენტის მომხრებზანდებით ბატონ ბეჟანის საერთოდ ხელისუფლების წევრი იყო და კარგად გახსოვთ ესეთი არაფორმალური დაჯგუფებები რა მოუტანა საქართველოს ახლა იქამდე არ მივალთ ალბათ იარაღი არ ექნებათ მათ იმედია მაგრამ ხალხის ცემა ქუჩაში ტიტუშკები და რაღაც ნიღბიანი ხალხის მიერ ნახეთ უკვე ამ ქვეყანაში ამ ხელისუფლების პირობებში ხო რა შეიძლება ნიშნავდეს ეს ყოველი მოკლედ ის რაც მოვისმენთ ჩვენ გუშინ აი ამ რაღაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით რომელიც ფაქტობრივად ანონსებს ქვეყანაში ძალადობას პირდაპირ დღეს მოქმედი აი რეჟიმის პირობებში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის არის დასჯადი ქმედება 252 მუხლია რომელიც ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა რომლის მიზანიც არის ძალის გამოყენება და ძალადობა ეს არის დასჯადი. ანუ იმის თქმა მინდა რომ რაღაც ფორმით ვფიქრობ პოლიციის გარკვეული ფუნქციები
რომ არალეგალურად შეითავსონ ამ ადამიანებმა რა. მე არ ვიცი ახლა რა ხდება იქ პოლიციისადმი ნდობა შემცირდა და რაღაც ფორმით ტიტუშკებმა უფრო მეტი საქმე უნდა გააკეთონ, მეტი შავი საქმე, ვიდრე ფორმაში ჩაცმულმა. ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა ეს შეიძლება მათთან ნდობას გარკვეულწილად შემცირებული იყოს, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებმაც ხალხი დაარბია, მოწამლა, ეგრეთ წოდებულ სამარშრუტო ტაქსებში აწამა, ძვლებში დაამტრია, სახე დაულეცა ხალხს, კი მისცეს ღირსების ორდენები, მაგრამ მერე ჩამოალა ლაბორანტეს და გაყარეს, ხომ? სისტემიდან და ეხლა ეს თაობა რომელიც ახლა არის ამ თანამდებობებზე და უყურებენ შეიძლება ცოტა ფრთხილადაც იყვნენ რომ თუ იგივე პროცესები საჭირო გახდა შეიძლება ასე აღარ გადაიჭრან ვენები და აღარ გააკეთონ ის ყველაფერი რაც აი წინა პოლიციელებმა გააკეთეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა და აქედან გამომდინარე რაღაც მგონი თადარიქს იჭერენ რომ უნდა გამოყარონ კუნთმაგარი ბიჭები რომლებიც შეაშინებენ უბრალოდ რაღაც ძალით შეაშინებენ კუნთებით შეაშინებენ და შეყრიან სახლებში თუ ციხით ვერ შეაშინეს ეს ხალხი ციხით ვერ შეაშინეს და ჩაჯდებიან გამოვლენ ისევ იგივე საკეთებენ ანუ ცემით უნდა შეაშინონ ხალხი და გონიათ რომ ეს რაღაც ცალმხრივი იქნება გონიათ და რაღაც საპირისპირო რეაქციას არ გამოიწვევს. ეხლა პირადად მე სულ არ ვაპირებ, პირადად მე ზურაბ ცეცხლაძე MMS მებრძოლთან მუშტით ჩხუბს სულ არ ვაპირებ. რაღაც სხვა საშუალებები, ტექნიკური საშუალებები უნდა გამოვიყენო, რომ გაუმკლავდე მაგ ადამიანს, ხო? ასეთი მოსაზრება უჩნდება სულ ყველას, რომ თუ ეს ასეთი დაპირისპირებაში შემოდიან ეს კუნთმაგარი ბიჭები ასეთ ადამიანებთან მაშინ ცოტა სხვანაირად დაუბრუნდებათ ეს და ცოტა სხვანაირ სახეს მიიღებს ეს ყველაფერი. შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს. სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, იმიტომ რომ ეხლა ადამიანი როცა მუშტით ვერ ერევი და ამავდროულად შენ ხარ მართალი და ის უბრალოდ ხელისუფლების ხელდასმულია და მწვანეა კანთებული რაც გინდა ის გააკეთეო, ასეთ პირობებში ძალიან ძნელია მოითმინო ეს ყველაფერი, ხო? ჩვენ ხო წეღამს ვთქვით, დღეს თქვა რომ არაო ძალადობას არ მიმართავთო კანონის განმავლობაში. გუშინ ამბობდა ციხეში ჩავჯდებოდა. ციხეში რატომ თქვა რომ ძალადობას არ უნდა. ნუ ეხლა როგორი რაღაცა იცი დაჭირდა დღეს რაღაცა თქვა, მაგრამ გუშინ გაცხადებული რა იყო, დეკლარირებული რა იყო შექმნის დროს მისი ბრიფინგი ჰქონდათ, ეს იყო ოფიციალური განაცხადი მას. დღეს რა გადაიფიქრა და თავობას აი ასეთ ნაბიჯი რა შეიძლება აქამდე სხვა აკეთებდნენ ამას, იყვნენ ეს ტიტუშკები და ცემდნენ ხალხს, მაგრამ არა ოფიციალურად და ეხლა ასე გაოფიციალურება რაში უნდა დაჭირებოდა. ნახეთ, მე ვფიქრობ კიდევ უფრო უარეს მოვლენებს ელოდებიან შემდგომში. კიდევ უფრო უარესი რაღაცეების გაკეთებას აპირებენ. ეხლა ტყუილა ხო არ თქვა პაპუაშვილმა რომ პატარა ქვეყნისთვისო შეიძლება სულაც არ იყოს კარგი ევროკავშირში შესულავ. ნუ ცოტა ხანში იტყვიან რომ ეხლა რაღაც მიგანიშნა, მაგრამ მე იტყვიან რომ უკვე აღარ შევდივარ. ნუ მაინც საზოგადოებრივი აზრი იციან რომ ამ ქვეყანას ევროპა უნდა და თუ ბოლო იმედს გადაუწყვეტენ და იტყვიან რომ всё აღარ მივდივართ დამთავრდა შეიძლება ამან 24 წლის 28 ნოემბერი კი არა უარესი მოვლენები გამოიწვიოს და ესენი აპირებენ ყველა უმსგავსობაზე ყველა მავნებლობაზე წასვლას ოღონდ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება და ასეთი ადამიანებით ძალაუფლება ვერავის ვერ შეუნარჩუნებია და ვინც ამ საქმეში ჩადგა ფეხი ქართველიშვილს ვეუბნები და მის ხალხს გაითუ ნახონ ხო რა დაემართა მხედრიონს ჯერ გამოიყენეს ჯერ ხო ის რაღაც ორგანიზაცია იყო საზოგადოებრივი. მერე ხო მაშველთა კორპუსი და სახელმწიფოს დაუქვემდებარეს, მერე იარაღი დაურიგეს, მერე ყველაფერი ყველგან გამოიყენეს და მერე მისგენ და თვითონ ჩახოცეს, სადღაც საჭირო იყო, ცოცხალი ვერავინ ვერ გაასწრო, ზოგი პატიმროში, ზოგი საიქიოში, ზოგი საიქიოში წავიდა, ხო? და მათ ვაფრთხილებ, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს, კაცო, ნუ გამოაყენებინებენ. ეს ადამიანები ხო კარგად ცხოვრობენ, ეხლა ჩვენზე კარგად ცხოვრობენ ეგენი სახლიც აქვთ, კარიც აქვთ, მანქანაც, ფულიც, გავლენაც, ბიზნესიც, ყველაფერი აქვთ და თუ ესეთ უქონელ ხალხთან კონფლიქტში შემოვლენ, ხო? მე არაფერი დასაკარგი არ მაქვს და ჩემნაირი ძალიან ბევრია, რომელსაც არაფერი დასაკარგი არ აქვს და თუ ამ ადამიანებს მართლა უნდათ რომ მათი ცხოვრებაც ჩვენ ცხოვრებას დაემსგავსოს, კი ბატონო, მაშინ გადაწყვიტონ და წავიდნენ ამ საქმეზე, მაგრამ ურჩევდი რომ არ მოკიდონ ხელით ამ საქმეზე, იმიტომ რომ ისევ იმის რეჟიმი გაანადგურებს მათ, როცა უკვე აღარ იქნებიან საჭირო. ხარება რომ საჭირო არ იყო მეორე დღესვე გაიქნიეს, ხო? ვინ გამხდარა ამ შემთხვევაში ვიღაც ქართველი შვილი, რომელსაც გამოიყენებენ და ამოისმენენ და გაუშვებენ. ხო და ვეუბნები რომ ჭუით იყვნენ
და აი ამ დიდ ავანტურაში, რომელიც საზოგადოებაში, აი ქვეყანაში პირდაპირ მნიშვნელობით დაპირისპირებას გამოიწვევს, არ გადადგან ასეთი ნაბიჯი. აქამდე და შეწყვიტონ ეს დემაგოგია. რელიგიის სახელით ცებდნენ რაღაცა ღმერთზე, მარიან ღვთისმშობელზე რამე ცუდი თქო და ხა პირველად ნახე წერლის გამო ნაცემი ადამიანი, ხო, ამასაც მოვესწარი. ხო და ამას მოყვა მე ეს ყველაფერი. თემია, იმიტომ რომ ნონდარმუდამ დუმბაძე ჩემი მეზობელი იყო, მქონდა ბედნიერება აგერ საბურთალოზე ცხოვრობთ ეს ამ თემას მე აღარ შევეხები თქვენის ნებართ ორი სიტყვა მინდა ვთქვა. მხედრიონის ძალიან ხშირად ისმის მხედრიონთან პარალელი სრულიად არასწორი პარალელი. მხედრიონს რაც დაემართა, კარგად ვიცით ხო აგერ ყველას გვახსოვს, მაგრამ მხედრიონი შეიქმნა დამეთახმა ბატონი ბეჟანი, მხედრიონი და თეთრი გიორგი შეიქმნა 9 აპრილის შემდეგ. იმისთვის რომ გაიწიათ წინააღმდეგობა რუსი ოკუპანტებისას. მერერების დამთავრება მოხდა და გასაგებია აფხაზეთში ეს ხალხი, ვისაც მე პირადად ვიცნობ, ეს შემიძლია სიტყვების სახელებით ჩამოგითვალოთ. ებრძოდა რუსეთს და ებრძოდა ძალიან დიდი თავდადებით. სამეგრელოში რაც ტრაგედია დატრიალდა, ეს არის აუცილებლად გამოსაძიებელი და საშინელება მოხდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება ეგერ ბატონ ზურას უნდა შევდრო რომ უკრაინაში ეხლა პირდაპირ სახელების შემიძლია ჩამოთვალო იბრძოდნენ და ეხლა აქ არის გოგაჭყონია, არჩილხოფერია, დათო აბულიძე და სხვა შორის დიდი შერიგება მოხდა ზოგადად გამსახურდიას გვარდიელებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გვარდიელებსა და მხედრიონის შორის და ეხლა ეს სხვა შორის ერთად იბრძვიან უკრაინაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ეს მცირე რეპლიკა. რაც შეეხება ამ ხალხს, რომლებიც უცებ გამოჩნდნენ და დაგვიდგნენ აქ მცველებად, მე მინდა მათ მიმართ. წერლობის ცველებად, რა. წერლობის ცველება კარგია, მადლობა, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, რომ ექსკლუზივი აიღოს პატრიოტიზმზე. არც ნოდარშოვაძეს და თქვენ წარმოედგინეთ, არც მე არავის დასაცავი არაფერი არ გვჭირს, ეს ერთი. მეორე ძალიან მაინტერესებს ამ ხალხისთვის გიორგი ქართველიშვილი, ხო პირდაპირ მიმართავ. რა არის პრიორიტეტული, რის დაცვას აპირებს? თუ ის აპირებს მართლმადიდებლური ქრისტიანობის დაცვას, ეს არის ჩემი პრიორიტეტი და იმიტომ დგავა რუსთაველზე. თუ ის აპირებს საქართველოს დაცვას და საქართველოს ერთიანობის დაცვას და მომხდურთან ბრძოლას, მაშინ ჩვენ თანამოაზრები ყოფილვართ და მე მათ შემიძლია უთხრა პირდაპირ თქვენი ეთერიდან, რომ მე შემიძლია ეხლავე წავიყვანო და ვაჩვენო ქრისტიანობას როცა იცავს ეს ღირსებას, ულახავს თუ არა მას ღირსებას. ცხინვალში ვანათის და გიორგის წმინდა გიორგის განადგურებული ეკლესიები. ულახავს თუ არა მათ ამ ბიჭებს თამარაშენის ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც ყაზახაშვილები ყავს დავდიოდი, როდესაც ასენი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. მე შემიძლია წავიყვანო ეს ბიჭები ნიქოსში უკეთესად მეუფე ისაია ჭანტურიასთან როცა უკითხავთ მე პატიჟები, მაგრამ ეკლესია და იმ ეკლესიის სამრეკლოდან ვაჩვენო განადგურებული ქართული სოფლები და უკითხო ეს ძმებო, თქვენ გილახავთ თუ არა ეროვნულ და რელიგიურ ღირსებებს. და პასუხი მაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ თუ გელათი ნადგურდება აგერ ხო? თუ კიდე იქით არის აი რუსებთან მაგალითად ჩამოთვალე ახლა ეს ხალხი რომელიც დღეს იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში, მე შემიძლია უკრაინაშიც გავყვე აეხლავე. ჩავალ, არ აუშავს მეხუთედ, არ არის პრობლემა და ვაჩვენებ, რომ აი აქ ვარ ჩვენ და აი აქ არის საქართველო, აქ არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ეს არის ქრისტეს მხედრობა, საქართველოს მხედრობა და ებრძვის სატანისტურ უჯულო უჯიშო რუსეთის იმპერიას. იმპერიას, რომელიც ერთადერთია სხვა შორის დღემდე მსოფლიოში, რომელსაც ოფიციალურად გაიმარჯვა ათეიზმმა, ბოლშევიზმმა და მაინტერესებს. მაგრამ თუ მათთვის წმინდა არის არა იესო ქრისტე, ქართული ეკლესია, საპატრიარქო და ერთიანი და განუყოფელი საქართველო და მათთვის სიწმინდეა ბიძინა და რაღაც სექტა შექმნეს ახალი ბიძინა თაყვანისმცემლების, მაშინ ბოდიში და არა მარტო მათი დაცვა არ მჭირდება. ნურც ეცდებიან ჩვენ შეშინებას, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია შეშინებულები ვართ. ჩემი თაობა 90-იანელების მით უმეტეს. პირველად 9 აპრილს 14 წლისას შემეშინდა და დღემდე დაშინება. მაგათი არავის არ ეშინია და აგერ დავეთანხმები ბატონს, ქუჩაში ბაკავიკები, ბიცეპსები და რაღაცები არ მუშაობს. საბურთალოზე ვარ გასტილი. და ზუსტად შემიძლია გითხრა, მისამართი ტელეფონი, აი ახლავე, სადაც მეტყვიან იქ მივალ და დაველაპარაკები. როგორ კაცურად პოლიციის გარეშე, ქართულად, ხალხურად
როგორც უნდა. სადამდე მიგვიყვანს ამაზე ვლაპარაკობთ, ხო? სადამდე მიგვიყვანს და ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი დანაშაული მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ოფიციალურად არავინ არ არის. ყველაზე დიდი დანაშაულია, რომ ძლივს მოვინელეთ, აგერ პირველი პრეზიდენტის პარლამენტის წევრი ბრძანდება, აგერ ჩვენს ბევრი რამე გვახსოვს, ძლივს შუშტება ეს. აი დღემდეა ეს სამოქალაქო დაპირისპირების შედეგებს, აი ძლივს, რომელსაც ჩვენი შვილები სხვა ჩვენს უკვე სახელმძღვანელოების ისტორიის სახელმძღვანელოებში სწავლობენ. და მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი ამას პირდაპირ უწყობს ხელს, რომ კიდევ უკვე ამდენი წელი, აი ძალიან მაგონებს. ძაფრდება და მძაფრდება სამოქალაქო დაპირისპირება და ჩემ დროსაც ესე გაიყო, ჩემ ბავშვობაშიც ესე გაიყო. აქ ნოდარ დუმბაძე ახსენეს, ვის უნდა ნოდარ დუმბაძე, ვის ასწავლიან ნოდარ დუმბაძეს. და ნოდარ დუმბაძის ოჯახს უხარია ეხლა ეს, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, კიდევ ვიმეორებ, ყველას. ძალიან დიდი ბედნიერება იყო მეოთხეზე ჩვენ ცხოვრობდით, მეხუთეზე რეზო ინანიშვილი, მეხუთეზე ნოდარ დუმბაძე, მეექვსეზე რეზო ინანიშვილი, ეხლა ცხონებული ტარიელ ჭანტური ახლახანს გარდაიცვალა. ვის ასწავლიან ეგენი ამის პატივისცემას? ვიღაცამ უშნოთ იხუმრა, გასაგებია, დამთავრდა, მაგრამ რის ღირებულებას იცავ? მაგრამ ეს დაიხუეს ხელზე. გასაგებია, დაიხუეს. შექმნეს რაღაც საერთო ეროვნული ტრაგედია. მეორებ ძალიან კარგია თუ ესე ვყვართ ქართული მწერლობა, ქართული კულტურა და ქართული სარწმუნოება, მაგრამ თუ დაინტერესებთ, მე შემიძლია პირდაპირ მივმართო იმ ძალისკენ და მათთან ერთად ვიქნები, რომელმაც რეალურად 1801 წლიდან შელახა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეროვნული ღირსება და სიწმინდები და სხვა შორის შევახსენებ, რომ 1801 წლიდან დღემდე ყველა ქართველი წმინდანი, ვისი ხათიც აქვს, რუსების ხელით არის მოკლული და ორი კათალიკოს პატრიარქი ყავთ მოკლული. და ამაზე ვილაპარაკო თუ ლაპარაკი უნდათ. აი ეს არის ჩემი პასუხი. რადომ ბეჟან, თქვენ როგორ ახსნით ამ მოვლენას, რა უნდათ, რატო დაიწყეს ეს ახალი რაღაც მოვა? ვიღაცა ფიქრობენ, რომ არახლის გამკეთებლების არ არიან, უბრალოდ რაღაცების გადაფარვა უნდათ, მაგალითად 17 წლის ბიჭი რომ მოკვდა ქუჩაში და ამ თემების გადაფარვა უნდათ და ამისთვის შემოაგდეს ეს. არა, გადაფარვა უნდათ, ასაკურველია, ასეთი ამბები ხდება. სხვა შორის ის ძალიან საინტერესოა, თუ სწორია, რომ ეს მკვლელი, ვინც არის თურმე ეს 200 პოლიტპატიმართა შორის არის გათავისუფლებული თურმე. ეკაბესელიას და მათი იმის მიერ. ხო, არა, დღეს გუშინ ეწერა Facebook-ზე წავიკითხა, არ ვიცი, და თან კაპანაძე, ხო. რომელმაც 17 წლის ბავშვი მოკლა. ხო, მაგას ეწერა. მაგრამ მაშინ ხო, არ ვიცი, მე უბრალოდ ეს ეწერა, წავიკითხე, არ ვიცი და სხვა არა, გუშინ იქ ითქვა კიდევ რომ ის დოდო აი ის დედამისის სახში ეს კმილაშვილი ცხოვრობს ახლაც აი ეს ყოფილი პროკურორი და ასე ნუ რაღაცა დაკავშირებული ნაწილია, მაგრამ მე მაინც უფრო ვფიქრობ სხვა რამეზე, რომ კრიმინალური ქაოსის შექმნა უნდათ, ეს დაპირისპირება, სადაც ვერავინ ვერაფერს ვერ ცნობს და ეს არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, რომ ვიძინამ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დაასრულოს და თქვენც პარლამენტის სხვა შორის პირველი გინება ჩვენ გავიგეთ ესეთი სახალხო ტრიბუნიდან, ეს იყო ახლანდელი პრეზიდენტად აირჩიეს მას შემდეგ. ბატონ ყაველაშვილი. ყაველაშვილი აირჩიეს, ხო? მეორე დიტო სამხარაძე, რომელიც ახლა ლაპარაკობს, ესეთი ყველაზე აქტივისტი ამ და შემა კიდევაც ის ყოფილი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა ჩაერა. ანუ ძალადობა მათ უკვე დიდი ხანია დაამკვიდრეს და აქეთკენ მიდიან. როცა მათ სულ სიძულვილის დათესვა სურთ და დაპირისპირების დათესვა სურთ. იმიტომ რომ ერთი ესე იგი პასუხისმგებლობას, უპასუხისმგებლო ხალხის მოყვანა სურთ ტიტუშკების, აი როგორც ვერ იპოვეს, მაგრამ ვინ დაესხა თავს თქვენს კოლეგებს, იმათ აქვია ჩიხლაძეს და აი ჟურნალისტებს, არიციან თუ ტიტუშკა იყო, ანუ შავ ფორმაში იყო და იციან ვინც იყო დაახლოებით ეგეთი ძალის შექმნა სურთ. ეს მუდმივად ესე იქნება დიქტატურის დროს, მაგალითად. ხო, მაგრამ ეგ იყო არიცი ვინ და აი სხვა თამაშია, რომ შევიღაცა გამოყავს ნიღბიანი, აცემინი აგერ ჟურნალისტი TV პირველის კიდევ ამ კისერი მოტეხეს ქალს ჩიხლაძეს და ამბობენ რომ არ ვიცით ვინ არის. ეხლა მხოლოდ თქვენ არ ვიცით ვინ არის, აგერ პრესკონფერენცია ჩაატარებინეს. ეს ეხლა სულ სხვა თამაში დაიწყო. არა, ეს დაშინების ფორმა, რომ ესენი გვეუბნებიან იქნებიან ესეთი, იქნებიან, მაგრამ სხვა ჯგუფები მუშაობენ. ჩვენ ხო ეს სამი ვიცით, მაგრამ დანარჩენი ვინ იქნებიან, არ ვიცით. ეს უფრო იდეოლოგიური რამ არის, თორე ის ახლა სიმართლე გითხრათ, მეორე მხარეა კიდევ რომ მაშინაც ესე იყო, არ იყო მხედრიანი თქვათ, ასეც რომ გელაძე იდგაში აი ვიდეოს ნახავთ, მე გუშინ დავდეკი
კიდევაც რომ მოსკოვში გელაძის სახში როგორ ჯაბადა ისინი როგორ ქმნიან ამას ხედრიონს რომ ხედრიონი ზუსტად ესეთი მოტივებით მაგრამ ხელისუფლებამ გამოიყენა კომუნისტებმა გამოიყენეს გააკეთეს მე კიდე ერთხელ ვამბობ რომ მათ რაც ჩაიდინეს ერთი რამე მაგრამ ყველა ტრაგიკული ჩემთვის უფრო ისა რომ საბურთალო სასაფლაოზე არის ეს ახალგაზრდები. Ეთი რამ არის იცით რომ მათ იციან ერთი რამ რატო აკეთებენ ამას. ახალგაზრდა, რომელსაც ახლა ნარკოტიკები მიუგდეს და თქვენც რამდენი ადამიანი მიუღებენ ნარკოტიკებს, მიუგდებენ იარაღს. ეს ენერგია რომელიც მათ არ აქვს, თუნდაც აქ ამ ქვეყანაში მოწესრიგებული არაფერი არ არის, შეიძლება გამოიყენონ ქუჩაში, ერთ შვენიერ დღეს ქუჩაში გასცეს ჩერნი. აი, მაგალითად, აკაკი შანის ახლა რომ ჩავიდა პეტერბურგში 17 წელს, ამბობს რომ აი ერთი არის კიდე რიდი ჯოლრედი რომელსაც დაწერა 10 დღე რომელსაც შეძლო მსოფლიო ის წერია რომ პეტერბურგში ერთ ჩვენიერ დღეს უცებ გამოჩნდა საშინელი ხალხი აი ძონძებში გამოჩნდა ისე როგორც 92 წელს ქუჩაში აბრესკები და რაღაცები ხედრიონები რაღაც ბიჭები ესეთი გამოჩნდა ხო აი ამისი უნდა მაშინ უკვე კანონი არ მუშაობს ეს გეუბნება კანონი არ არის მე არ მეხებ აი ამ მაშინ გააწყობდეს ახლა ახლა რაში აწობდა ძალაუფლების ხელისუფლების შესაძლებლობა ამით შევარდნაძე მიცოცხლა 10 წელი იყო 10 წელი იყო კიტოვანი ჯაბა ისე მართავდნენ ქვეყანას მაპატიეს ჯაბას მარტო ვადანაშაულე ჯაბას არის მთელი ინტელიგენცია ის და გვერდით კაცო პირველ ნახეთ რატო არ გინდათ რომ 20 იანვარს არის შექმნილი 92 წელს საბჭო საკონსულტაციო ჯაბას და კიტოვანთა და იმას რიგუასა ხო ნახეთ ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანები არიან და ხა თქვენ როგორ ფიქრობთ რაში აწყობდათ მაგათ აწყობდა და შენგან ლანაკო კოპერიცეს და ვიღაცებს რომ დამისდა ეს სიტუაცია იყო ასე იქნებოდა რუსეთიდან მოდიოდა ეს მოდის რუსეთიდან რუსებს აწყობს რომ აქ ქართული სახელმწიფო არ იყოს და მე ნახეთ რომ ეს პოლიციაც აღარ არის უკვე ყოფი კარგად. რამდენი პოლიციელი გადავიდა მექსიკით და ჩავიდა ამერიკაში. რამდენი გაიქცა უცხოეთში. გამოდიოდა ინტერვიუს აკეთებენ ხომ? ყველა მისო სისტემა. ძალიან ბევრი უკრაინაშია. მაგ უკრაინაში სისტემა არის ჩამორღეულია სისტემა. იმან ერთ-ერთმა თქვა კიდევაც აი იმაში რო არის ამერიკაში რო არის იმის მოადგილე რო იყო ხარებასი მან თქვა კიდევაც რომ სისტემაში ყველგან არიან რუსი ოფიცრები. ამ რუსებს აქ უნდა ჩვენი დაპირისპირების შექმნა. აბათეთ ისტორია როგორ იწყება რუსეთის მოსულს რომ აღწერეს ხალხი და შავი, ხევსური, მეგრელი, სვანი, ყველა სხვადასხვა ერა ჩათვალეს და დაუპირისპირეს დაპირისპირება. ახლა ესენი სპეციალურად სიძულვილის ენას სიძულვილს რომ სიძულვილს ვებრძვითო და ამიტომ გავაჯარიმეს მაგას მაგითო დააჯარიმეს რომ სიძულვილის ენას ებრძვია. პატონაშვილი რატო დაახრეთ ეს მოკლეს ხომ? ეკლესიის კარები გახსნა და სალოსე. რატო ერთხელ მაინც არ მივიდა ეს ქართველიშვილი და ტატუნაშვილის ამბავი ტატუნაშვილი არა არჩილ ტატუნაშვილი კიდე გინტური ეკლესიის გინტური იყო ხო ტატუნაშვილი ამ 4-ზორია რომელიმესთან საგვარო რომ თიულური ხო 4-ზორია რომელიმესთან მივიდნენ და ამბავი საერთოდ მაგრამ ესენი თუ ქართულ ტრადიციას იცავენ მივიდნენ და დაიცვეს რატო არ მივიდნენ მოროშკინასთან რომ ქართველ კაცს სუფრასთან დედოფალი რო უზის ხომ ასეა და ყველაზე წმინდა ადგილია ვიღაცა რუსის ზემოდან უწუწებს რაღაცებს ხომ ეს არ არის ქართული ტრადიციის შეურაცხყოფა რატო არ მივიდნენ მოროშკინასთან და არ მოთხოვეს რომ მეორე დღეს ეს რუსები წალალა და თავისთან დიდი кейფი გააკეთა ვიცით ხო ქართული კულტურა და ტრადიცია შეურაცხეს მათ არა ნახეთ ის ილორის ეკლესია რომ გადაღებეს გადაათეთრეს ხომ ვინ რომელიმე თვითონ ამ ეკლესიაში ძალიან საერთო არისავენ ამ ეკლესიაში ძალიან დიდი ბოდიში ყველაზე მთავარი დამავეცდა იკორთის მონასტრიდან ოკუპირებული ახალგორიდან რუსებმა ეხლა ჩვენ თვალწინ ბახტრიონის გმირები რომლებიც იმათ თავი შეწირეს ჩვენ გარდაცვლები ვერ შევინახეთ რუსებმა ძვლები ამოყარეს და წაიღეს შალვა და ელიზბარგსნის ერისთავების და ბიძინა ჩოლოყაშვილის იკორთის მონასტრით. ეხლა ჩვენ თვალწინ. მე ძალიან მაინტერესებს. კაცრავად დიდ ბოდის გიხდით. არის თუ არა ეს რელიგიური და ეროვნული ღირსების შელახვა და როგორ ვიქცევით? არა, ის რაცაც ოსეთში ხდება ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში რომ ახლა იქ არჩევნებმა ჩაატარონ და რუსი მოქალაქე ჩამოიყვანეს ახალ პრეზიდენტი ეხეწავდა საერთო ხელშეკრულებას დებენ ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ ექსკლუზივი აიღოს პატრიოტიზმზე და პატრიოტიზმად გამოაცხადეს ის რასაც თვითონ გამოაცხადეს ანუ რუსეთის წინააღმდეგ თქვა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა კი არა პატრიოტიზმი არის ლიბერალების წინააღმდეგ დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლა და რაღაც კაციკაცია და ხალი ბიძინა ივანიშვილის დაცვა და მოქალაქე ბიზნესმენი ნახეთ თქვენ უნდა დააკვირდეთ რომ ნახეთ ჩვენ 1921 წელს ჩვენ დავკარგეთ დიდი ტერიტორია ტავოკოარჯეთი და რაღაც ხომ 1991 წელს სხვათა შორის იგივე აფხაზეთში შესვლა იყო მათი პროვოკაცია
რო შევიდნენ და რაღაცას გააკეთეს აფხაზის შესწავლა როგორც მიიღეს ხო ახლა ეს ორი დაკარგული ტერიტორია გვაქვს ჩვენ ამაზე რო არ ვილაპარაკობ 1921 წლიდან არავის არ ეცალა 37 წლამდე და 50 ისე ხრეთენ ხალხს რომ ამ თემაზე სალაპარაკოთ არავის არ ეცალა და ჩვენს ისე მივხვდა რომ გეგონება დიდი ხანია დაკარგული 100 წელს არ არის დაკარგული ტაუკლაძის ტერიტორია ხო ეს იმიტომ სპეციალურად ახლაც ეგა რომ ჩვენი ყურადღება არ იყოს აფხაზეთისკენ არ იყოს სამაჩაბლოს ამიტომ მე და თქვენ უნდა ვიდაოთ აქ ჩვენ უნდა ვიყოთ დაპირისპირებული ძალა აქ უნდა იყოს შიდა სიძულვილი და დაპირისპირება ამიტომ ვიზახე რომ ჩემთვის დასაკარგი ასეთი ადამიანები მაგრამ იმათ ვეუბნები აი ქართველი სულთა იმათ დღესვე წავიდნენ და ნახონ საბურთალოს სასაფლაოზე მივიდნენ ხედვიანების სასაფლაოზე როგორ არიან ყველა გაწირეს გამოიყენეს იარაღი ჩაუდეს ხელში როცა დასჭირდათ ერთი მათ ჭირდებოდათ რომ ვერვერევით ხედრინოს ამიტომ უვარდებიან რაღაც ოფიცერებს და რაღაც რო დასჭირდათ ერთ დღეში ხო გაყარეს ყველა ერთ დღეში ხო გაყარ. აი ხა ამ თუში ამის შეჩერებას რა უნდა ხო ქართველი შვილი და სხვა შეაჩერება. არა, ეხა ეს შეჩერება თუ ხელისუფლების მიერ არის თქვენი აზრით ხო? ხელისუფლების მიერ, აი როგორც მგელაძემ შექმნა მაშინ და დასჭირდა და გამოიყენა. ჭირდებათ. ეს ჭირდებათ, იმიტომ ესენი ვერ მართავენ კანონით ქვეყანას, კრიმინალურ ქაოსის შექმნას. ქართული სახელმწიფო, მაგრამ ხო თქო ჩვენ სოფელი ვართ, ჩვენ სახელმწიფო ვერ ვიქნებით. ამიტომ ყველა ინსტიტუტი უნდა იყოს განადგურებული. აი პოლიციასაც არ შეუძლია, აი ესენი მოგვერივნენ, უკვე დაიწყებენ შემდეგი საუბარს. ეს არის ყველაფერი ჩამოიშალათ კაცო. ყველაფერი ჩამოშლილია ჩვენ უბრალოდ არაფერი არ დაგვჭირ ჩვენ მე ჩემთვის თავი არის იმიტომ რომ აი ყველა ამ თემას ვერიდები და ხან წუხარ სუი გადავდივარ ხოლმე რომ მე ვკარგავ ქართულ სახელმწიფოს. სახელმწიფო არის 35 წლის ხალხს ეს არის ძალიან თოთო პატარა სახელმწიფო. ჩვენ თუ ამას არ გავუფრთხილდით, არ ვიფიქრეთ, ეს კაცი არ გაძლევთ თქვენ ფიქრს რომ ილორში ჩავიდე და მოვიკითხო რა ხდებოდა და როგორ წავიდა, ხო? ვიღაცა ჩავიდე აქეთ რა ხდება, ხო? ის ტოლვილები როგორ ცხოვრობენ, არაფერი პირობები არ არის, ხო? აგრიცხვა მიატოვეს ტოლვილების, აგრიცხვა მიატოვეს, ხო? მაგათი ქონების აღრიცხვა. თქვენ მაინტერესებს აი ეს მთელი საპროტესტო მოძრაობა ხელისუფლებას გამოცხადებული ყავს რაღაც აკაცუკებად, ლიბერალ უსამშობლოებად, უსამშობლოს გეძახიან თქვენ და თვითონ ხო, თვითონ აი ბიძინა რომელიც ქვეყნის მოქალაქეა სამშობლოს სად არის მე რომ უსამშობლოს მეძახი 92 წელს ვიყავი გერმანიაში იმ დაპირისპირების შემდეგ ჩამოვედი აქ იმიტომ აქ არის ჩემი სამშობლო ბიძინა სად არის მისი ოჯახის წევრები საცხოვრობენ ბიძინა როგორ მეძახის უსამშობლოს როცა ჩვენ არ დაგვიტოვებია ეს ქვეყანა არც ერთხელ და ის გვეძახის უსამშობლოს ეს რა ქვია აი ეს კაცი რომ სულ უცხოეთის იმაში რომ მუშაობდნენ ეს აგვარ პაპუაშვილი და კიდევ ვიღაცები და კობახიძე და გადატრიალების მომწყობები ერთხელ ორჯერ სამჯერ პაკლონაია გარასთან არის გავუჩ ბურჯანაძე რომელიც პარტიაში მამამისი იყო ახლა როგორ გვეძახის ახლა რაღაცა სხვა ხი არა ამათ ეგ სპეციალურად აკეთებენ რატო იცით რომ ნახეთ დაიწყეს რომ ესე იგი რუსებს ვებძვით და ამ დროს მისას მოყავს არაბები ვიღაც ხო გახსოვთ თურქები და რაღაც აი ვინმე რომელიღაც პერიოდში კინოთეატრი რუსაველის ჰილსის სახელი და მისაც არაბი ბიზნესმენისთვის თქვენ ხო იცით რომ ამბავი იქნებოდა იტყოდნენ ვეფხისტყაოსანი გაყიდესო ხომ ასეთი თემა წავიდოდა ხომ ის ხალხი სად არის რომელიც იბრძოდა ბაგრატი აშენეს სალოცავად ტაძარი რომელიც არ არსებობდა გელათი დაანგრიეს რომელსაც აი ახლა ერთ-ერთი მღვდელი გამოვიდა და თქვა აგვიშინწი რომ იუნესკომ თქვა რომ გელათი უკვე აღარაფრად აღარ არისო დარჩენილიო და ამას გარდა ყველა მიცი ძალიან კარგად რომ ხვალზე შეიძლება ის ფრესკა ღვთისმშობლის ჩამოვარდეს სად არიან ის ქალბატონები აი მინისტრის მოადგილეები რო გახდნენ მაშინ კულტურით მე ამიტომ ვიძახი რომ ხშირად მიწევს მე არასდროს არ ვთხოვ კრიმინალს არც ამ ქართველის შულს რომელსაც როგორც უნდა ისე გამოიყენებენ იარაღად კიტოვანი იარაღი იყო ჯაბაც იარაღი იყო მე შემთხვევაში სხვა ვიღაცები ასო ამათ იარაღად იყენებენ მე ვთხოვ იმას რომელიც ხელს ითხოვს ყველა ამ გადატრიალების დროს ყველა ხელისუფლების დროს კარგად არიან ყველა გადატრიალებას მიყვებიან მოყვებიან ხომ აი ესეთ ადამიანებს კი ბატონო და თქვენ მინდა რომ ბოლოს მიპასუხეთ ანუ ხო აი უსამშობლოები დაარქვა პროტესტში მონაწილეებს და ამას ესე აპიარებს და აქეთ ცდილობს რომ აქეთ არიან რაღაც სამშობლოს მოყვარულები და აი ამას რა უნდა დაუპირისპიროთ როგორ გონიათ ხო მე ვფიქრობ რომ ეს ნიშა აბსოლუტურად დაუმსახურებლად წაიღეს და მიისაკუთრეს მაშინ როცა ისეთ რაღაცებს ჩვენ გვაბრალებენ რაშიც თვითონ ძალიან კარგად არიან ახლა იმედის ტელევიზია რო აიღო პროპაგანდა LGBT პროპაგანდა ძალიან კარგად მიმდინარეობს გადაცემებს დააკვირდნენ და ნახავენ როგორ არის მთლიანად ეს სივრცე გახსნილი მიდი რაც გინდა ისაკეთე ნახეთ
იციან როგორ იმუშაონ მასებზე რომ დაუმტკიცონ ვითომ პატრიოტი თვითონ არის მორწმუნე თვითონ არის და ამ შემთხვევაში სამშობლო მას უყვარს მაშინ როცა ღმერთი მართლა არცეც არ წამს მათ ეხლა წარმოგიდგენია თავისი სიგრძე ამ სანთლებით განან ეკლესიაში და არც ერთ ღმერთი არ წამს თვითონ ბიზინა ივანიშვილი ცოცხალი თავით ვერ ათქმევინებს ღმერთი არსებობს ამ ქვეყანაში ხო გახსოვთ ღმერთი რო არსებობს ეს კაცმა არ დაადასტურა და შვილების მონათლულის ნაცვლად თქვა განათლული არიან ჩემი შვილებიო ანუ რეალურად მართლა არ წამთ ღმერთი არიან ჩვეულებრივი კოსმოპოლიტები პირველი ვერ ინტერვიუში რომ 2011-ში რო გამოჩნდა თქვა რომ იმ ქვეყნიური ცხოვრების ამჯერამე ნუ გასაგებია არ წამს და ამ ხო ამ ადამიანს და ეს ადამიანი არწმუნებს რომ ღმერთი მემწამსო და აიო პროტესტში რო ხალხიო იმათ ღმერთი არ წამთო რეალურად ჩვენ მართლა ჩვენ ვართ პატრიოტებიც მართლა ჩვენ ვართ სამშობლოს დამცველებიც მართლა ჩვენ გვწამს ღმერთიც და ხვალ რო რამე დაჭირდეს ამ სამშობლოს ამ ქვეყანას შეიძლება მართლა ჩვენ დავდგეთ იარაღებით და მტერს ოკუპანტ მტერს შევებრძოლოთ და ამათი სინსილე აღარ იქნება ისე გაძვრებიან და გაიქცევიან საზღვარგარეთ და ჩვენ ამ მიმართულებით გარკვეული მუშაობა გვჭირდება მართლაც ეხლა ჩვენი პოლიტიკური აი პროევროპულ პოლიტიკურ პარტიებს თუ დააკვირდებით ჩემს პატარა საყვედურზე ესეთი რაღაცა მითხრეს რომ მეთქი ესენი სულ ეკლესიებში ჩნდებიან და აი ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერები მართლაც ეკლესიებში საპატრიარქოსთან ურთიერთობა რა ვიცი მე ამ შემთხვევაში მეუფეებთან ურთიერთობა რაღაც უნდა აჩვენონ საზოგადოებას რომ რეალურად ამათაც აქვს ისინი ხელოვნურად აკეთებენ ამას და ბუნებრივად ეს პროცესი უნდა განვითარდეს ანუ თქვენს რომ თვითონ საპატრიარქოში მისასვლელი აი პროევროპულ ძალებსო ჩაუკეტეს ისეო რომ საპატრიარქოში მისასვლელი არ აქვს ნუ ეკლესიის კარები სხვა არ არის ჩაკეტილი კაცო უნდა იარონ ეკლესიაში უნდა სანთლები დაანთონ უნდა ამის მე ახლა სიტყვა პროპაგანდა ცოტა ცუდი სიტყვა ამ თვალსაზრისით მაგრამ საზოგადოებამ უნდა დაინახოს მართლა რომ მართლა ესენი არიან რომლებსაც ღმერთი სწამს და ესენი არიან ფარისევლები და უბრალოდ საზოგადოება შეცდომაში შეყვათ უნდა დაარწმუნონ რომ ვითომ ღმერთი სწამს და პატრიოტები ეგენი არიან თორე ნახეთ ხომ როგორ იქცევიან მათი ტელევიზიები გინდა პოსტივის გადაცემებს დააკვირდით ნახეთ რა გარყვნილება ასრულად გინდა იმედის გადაცემები ნახეთ რა გარყვნილება ასრულად მაგ და ხო სასწაული პროექტი გადადა პრაიმ ჰაუსიო თუ არ ვიცი პრაიმ ჰაუსი და საშინელები რო ხდებოდა პირდაპირ ეთერში იმედის ტელევიზიაში არ გინახავთ დიდი ბასი ის აუზივით რაღაცა რო იყო და შიგნით გასაპნული ქალები რო იყვნენ და რაღაც საშინელებს აჩვენებდნენ არ გინახავთ პოსტივიზე ელასტიკებში გამოსული რო ცეკვავდნენ და გარედან ის უმღერო და რა ქვია შალვა რამიშვილი უმღერო და ანუ რეალურად თვითონ არიან გარყვნილები ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და თვითონ პროპაგანდირებენ გარყვნილებას და ისე ფარისევლურად აკეთებენ ამას რომ საზოგადოებას მაინც აჯერებენ რომ ღმერთი თურმე ბიძინა ივანიშვილს წამს და აქეთ თურმე ღმერთი არავის არ წამს როცა მართლა ეკლესიური მრევლია ძალიან და მორწმუნე მრევლია და პატრიოტი მრევლია და დიდი უმრავლესობა ეროვნული მოძრაობიდან მოდის მართლა აი ბატონი ბეჟანი და სხვაები ეროვნული მოძრაობიდან მოდიან ხო და ვიცით ხომ ღმერთი დიდი ხნით რომ დაკარგული იყო 70 წლით ამ ქვეყანაში ზუსტად ეროვნულ მოძრაობა მოიტანა და ააბრუნა ღმერთი საზოგადოებაში და ხალხში ხომ აქედან გამომდინარე მე მინდა ვურჩიო რომ პოლიტიკური პროდასავლურ პოლიტიკოსებს ვურჩიო რომ მეტი კავშირი ქონდეთ ეკლესიასთან მეუფეებთან საპატრიარქოსთან და ამავდროულად სწორი პროპაგანდა უნდა სწორად უნდა წაიყვანო და ხალხს აუხსნა რეალურად ვინ არის ამას დრო უნდა დაუთმო ამაზე უნდა იმუშაო და ცოტა იმ ველზეც უნდა შეხვიდე რომელ ველსაც ისინი აკონტროლებენ და აი არ უშვებენ ხმას რომ სწორი ხმა მიაწვინოს ზუსტად იმ ველზე უნდა შეხვიდე და იმ ველზე იბრძოლო ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ გასვლებს ახლა პატიმრების ოჯახის წევრები ვცდილობთ მაქსიმალურად იმ ხალხთან შევიდეთ და ვესაუბროთ ვინც ესე გვიყურებს რომ აი თქვენ LGBT-ს დამცველები თქვენ რუსთაველი გადაწვეს თქვენ მაშვილებმა რაღაცა მათთან მივდივართ ეს ადვილი ასატანი არ არის ადამიანი როცა ასეთ რაღაცას გეუბნება შვილზე და შენ მაინც მიდიხარ და ეუბნები რომ ერთი კარგად მომისმინე რა კი არ გეჩხუბები ხო ხარ ადამიანი ხო ვარ ადამიანი აი შენ რო ამბობ რომ ჩემი შვილმა პირობითად რაღაცა გადაწვა აგერ არის მისი ბოლო სიტყვა დასკვნითი სიტყვა სასამართლოში შენ ხო პაპუაშვილმა გითხრა ტელევიზიით რომ ზვიადი ტერორისტია და დაიჯერე ხომ ეგება წაიკითხე ზვიადმა რა თქვა სასამართლოზე და როგორ იმართლა თავი
როგორ იმართლა თავი რეალურად გააკეთა ეს ადამიანმა თუ არა. რამოდენიმე სხვათა შორის ამ საუბრის მერე მითხრა, კარგო ერთიო მომეო, ახლა კი რა მაინტერესა მომეცი ერთი მართლა წავიკითხავ. ანუ ზუსტად იმ ველზე უნდა შევიდე. ზოგმა იცის, მაგრამ ეხლა რაში მაინტერესებს ქოცის მყარებელი, ქოცის ამომრჩეველი რას ფიქრობ ჩემზე? მაინტერესებს კი არა, ძალიანაც მაინტერესებს. ყველამ უნდა იცოდეს ზუსტად და სწორი ინფორმაცია უნდა გქონდეს. ამიტომ იქ უნდა შევიდეთ, იქ უნდა ვიმუშაოთ, სადაც არის სირთულე, თორე ეხლა აქეთ რუსთაველზე მოხვალ ყველა ჩვენიანია და რასაც იტყვი ყველა გეთანხმება და ესეთ კომფორტში ყოფნას რაჯობია, ხო? მაგრამ იქ უნდა შევიდეთ, იქ უნდა ვიბრძოლოთ. და ეს ბრძოლა აუცილებლად გასააქტიურებელია ამ მიმართულებით. მადლობა დიდი. პროცესი ამას იწევდა და მაშინ სავალდებულო იყო რომ ეს კონტაქტი ქონოდა ეროვნულ ღირებულებებთან, ოპოზიცია მასაც წინასაც უნდა ყოლოდა, თუმცა ეროვნული ღირებულებები ეკნებოდა. მე მაშინ მაგათ უთხარ რომ თუ თქვენ ამ გაანადგურებთ ოპოზიციას, რომელიც ეროვნული ღირებულების პატრონია, მაშინ მიიღებთ კომუნისტების ახორწინებას ეკლესიასთან. და ეს ქორწინება შედგა სხვათა შორის. ძალიან ბევრი, სწორედ ისინი ყველაზე აქტიურები, სწორედ იქ დაწყდნენ ვინც ყოფილი კომუნისტები. მადლობა დიდი. ბეკა ქურხული მწერალი, ზურა ცეცხლაძე, იურისტი, ზვია ცეცხლაძის მამა, ბეჟან ჯავახია, ისტორიკოსი, ილეონის პროფესორი, იყვნენ ჩვენი სტუმრები. გვექნება რეკლამა, რეკლამის შემდეგ ლევან ლოთქიფანიძე შემოგვიერთება პარტია სოციალური დემოკრატიისთვის წევრი. მაშასე პოლიტიკური სივრცე დაბრუნდა ეთერში და როგორც ითხარით ჩვენ შემდეგი სტუმარია ლევან ლოთქიფანიძე პარტია სოციალური დემოკრატიისთვის წარმომადგენელი მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს ვაფასებთ ამ მიმდინარე მოვლენებს, ხო, დაჭერები ბანერებისთვის, ახალი რაღაც ორგანიზაციის დაანონსება, რომელმაც თურმე სიწმინდე მწერლობა უნდა დაიცვას. აი ხდება ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ცოტნე იმანიშვილი, რომლის პირითაც გამოგვიცხადეს, რომ აი ჩვენ აღარ გვინდა ძალადობა და ასე და იქნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაღაც ძალადობაზე უარის თქმას აპირებენ, არ მოეწონათ მათაც რაც მოხდა იმ აქციების დროს და ეხლა რაღაც ამაზე იმიჯნებიან და ცოტა ხანი არ გასულა და ეხლა აგერ წერილზე ხუმრობის გამო ცემეს კაცი და ეხლა საერთოდ ოფიციალურად გვიქმნიან აგერ რაღაც სტრუქტურას რომელიც ასაპირებს არ ვიცით, ჯერჯერობით, ერთ დღეს ამბობენ, რომ ციხეში წავალთო, დღეს იძახიან არა კანონიერად ვიმოქმედებთო და ნუ პლუს ახლა ბანერების გამო ხალხს იჭერენ უწმაწური ბანერების გამო ან Facebook პოსტებისთვის და მარტო გინებისთვის არა ახლა წინასწარ ყავდა ბეკა ქურხული გაასამართლეს და დააჯარიმეს წერალი იმის გამო, რომ ერთ-ერთ ეთერში ბიზნეს ვაჭარი უწოდა. ანუ ვინც სიტყვაც აღარ არის საჭირო. მონას მოღალატეს ვაჭარსაც თუ უწოდებს, შეიძლება ჯარიმა არ გახდებოდაც. რა ვიცი, რა სიტუაცია მივიღეთ ჩემი შეფასებით. რა ვიცი, რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ძალიან მძიმე მდგომარეობა, ძალიან რთული ვითარება. მოდი დავშალოთ თქვენი შეკითხვა და სათითაოდ უპასუხოთ ის ასპექტებს. აი მაგალითად ეს შექმნილი ორგანიზაციის თაობაზე ვისაუბროთ, რაღაც დაარქვეს როგორ ეროვნული თაობა. ეროვნული თაობა შექმნეს ორგანიზაცია, რომლის მიზანი იქნება ეროვნული ღირებულებების დაცვა. და ამ ორგანიზაციამ გუშინ ღიად განაცხადა, რომ მზად არის ძალადობაზე წავიდეს, თუნდაც მათი ეს ძალადობა დამთავრდეს პატიმრობით. რაც დღეს უარყვეს. დღეს უარყვეს, მაგრამ ნათქვამია უკვე გუშინ და ის მას წყალი არ გაუვა. თან მარტო ეს ორგანიზაცია ხო არ არის, კიდე გამოვიდნენ ვიღაც ფიგურები, რომლებმაც თქვეს, რომ თუ საჭირო იქნება, ჩვენ ასევე ციხეში წავალთ და ჩვენი ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფისთვის, ესე იგი დინგში მოვცხებთ ადამიანებს, პირდაპირ თქვეს. და აქ ისტორიული მაგალითები გვახსენდება ჩვენ ყველას და არა მხოლოდ საქართველოს წარსულიდან. აი მე მაგალითად მახსენდება ვაიმარის რესპუბლიკა. 1918-33 წლებში არსებობდა ეს გერმანიაში, სადაც ნახეთ რა მოხდა ძალაუფლებაზე მონოპოლიის ეროზია. ანუ სახელმწიფომ ვერ მოახერხა, რომ დაემტკიცებინა მთელი საზოგადოებისთვის, რომ ძალის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ პოლიციას, მხოლოდ ოფიციალურ სამხედრო დაჯგუფებებს, მხოლოდ სახელმწიფოს. და ამ დროს რა მოხდა? ყველა მაშინდელმა პოლიტიკურმა პარტიამ თავისი პარამილიტარისტული დაჯგუფება შექმნა. ესა მაშინ შეიქმნა ფაშისტების, შეიქმნა ის რა ქვია წითელი არმია, რომელსაც კომუნისტები აწარმოებდნენ. მაგ პერიოდზე არის ძალიან კარგი ფილმი კაბარე, ლაიზა მინელის მონაწილეობით, ნანახი გექნება, სადაც ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია არის ესე მიდიან ფილმის გმირები, ზუსტად მაგ პერიოდში ნაცისტები ჯერ ხელისუფლებაში არ არიან და დაწყებული აქვს ეს კომუნისტების რბევა.
ანუ ნაცისტების რაღაც გასამხედროებ დაჯგუფება კლავენ კომუნისტებს და ეს ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი შეესწებიან და მთავარი გმირი ამბობს გერმანელი არისტოკრატი არის და ამათო ერთმანეთს მიხედავ და მე ჩვენ მივხედავთ აი ამაშია როგორც მიხედეს მე როგორც ფაშისტებს მიხედეს ნაცისტებს ისე და ნახეთ ყველა პარტიას თავისი სამხედრო დაჯგუფება ქონდა პარამილიტარისტული დაჯგუფება ესენი ერთმანეთს ხო ხოცავდნენ მე ვიღაც არ მოეწონებოდათ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამო ცირე დარბევებს უწყობდნენ დარბევებიდან ეს ყველაფერი გადაიზარდა ტერორისტულ აქტებში, ხან ბომბს დაუდებდნენ რომელიღაცა ვაჭარს, ხან იმას დაუდებდნენ, რა ქვია, ასაფეთქებელ ნივთიერებას რომელიღაცა სტუდენტური ან პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერს და ეს ძალის მონოპოლის ეროზია ბოლოს მივიდა იქამდე, რომ სამოქალაქო ომში ხო გადაიზარდა ფაქტობრივ სამოქალაქო ომში, ქუჩაში ვერ გადიოდა ხალხი ზოგიერთ ქალაქში და ბოლოს ეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ ესეთმა პარამილიტარისტულმა დაჯგუფებებმა ხელში აიღეს თავისი ძალაუფლება. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ თქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვები ცეცხლს ეთამაშებიან. წაახალისებთ ესეთ ძალადობას, ღმერთმა დაიფაროს და ესეთი ძალადობა უკან შეიძლება დაუბრუნდეს არა მხოლოდ მათ და მათ ოჯახებს და მათ პარტიას, არამედ ამ სახელმწიფოს და ქაოსში გადავიჩეხოთ, ხო? და საქართველოში მე რა ყველაფერი ხდება რაღაც კარიკატურულად. აი რუსეთის მაგალითი მოვიყვანოთ. თავისი არაფორმალური დავალებების შესასრულებლად პუტინმა შექმნა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერი, რომელიც ასრულებდა არაფორმალურ დავალებებს ხან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ხან რომელიღაცა იმას დიქტატურას უჭერდა მხარს საჰარის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ შემდეგ რა მოხდა, მოუბრუნდა ეს ძალა უკან პუტინს და მარშიც წავიდა მოსკოვისკენ. მართალია წარუმატებლად და ისინი განაიარაღეს, მაგრამ ეს მცდელობა იყო და ისტორიის კლასიკა, კლასიკური გაგრძელება ისტორიის ის, რომ ესეთი მილიტარული დაჯგუფებები უკან უბრუნდებათ მათ შემქმნელებს, ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. მაგრამ აქ არის სხვა გარემოებებიც. ასევე ხელისუფლებაც იყენებს ხოლმე ესეთი დაჯგუფებების, ასე ვთქვათ, წარუმატებლობას. აი ვაგნერის წევრებს რა მოუვიდათ? რა მოუვიდათ და პირდაპირ უთხრეს, რომ ჯერ შექმნა კრემლმა ეს ვაგნერის დაჯგუფებები და შემდეგ თითოეულ ამ დაჯგუფების თითოეულ წევრს წაუყენა ბრალი. ზოგიერთი ციხეში ჩააჯინა, ზოგიერთი ცაში ააფეთქა. ასე რომ უნდა უთხრათ ამ დაჯგუფების ლიდერებსაც, რომ მეგობრებო, ფრთხილად იყავით, გარდა იმისა, რომ თქვენ კანონს არ ღვევთ, ძალიან ადვილად შეიძლება თქვენ გამოგიყენონ, თქვენ დაგაშანტაჟონ ამ არგუმენტებით და გითხრან, რომ გუშინ შენ რომ ძალადობას ქადაგებდი, დღეს შეიძლება ციხეში აღმოჩნდე. თვითონ თქვენივე წამქეზებლებმა შეიძლება ჩაგაჯინონ ციხეში და დაგაპატიმრონ. როცა დაჭირდებათ, ჯერ გაგაკეთებინებენ ბინძურ საქმეს, საშინელებას ამ საზოგადოებაში, დაგათესინებენ ქარს და მე ქარიშხალს თვითონ კი არ მოიმკიან. თქვენ მოგამკებინებენ ამ ქარიშხალს და თქვენ ჩაგსვამენ ციხეში. ანუ ამ მიმართულებითაც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ და თქვენი კითხვი და კიდევ ერთი ასპექტიც რა არის, რომ აი ბატონი ივანიშვილი, ბატონი კობახიძე, ნახეთ, ქმნიან ამ საზოგადოებაში პროფესია პატრიოტს. არიან ამ ბლოკში სამაზე ვჯოლობთ, პატრიოტიზმი მიითვლის ექსკლუზივად აქციას, რომ ჩვენ ვართ პატრიოტები და თქვენ ხართ უსამშობლოები. ჯერ ერთი ეგ ხო სიგიჟეა, შემეჯიბრეთ, აბა ამ ქვეყნის სიყვარულში, ნებისმიერ შევეჯიბრები დიდი სიამოვნებით და ამ ქვეყნის ისტორიის ცოდნაში, ამ ქვეყნის 15 საუკუნოვანი ლიტერატურის ცოდნაში, ამ ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის ცოდნაში შემეჯიბრეთ თუ ამით იზომება პატრიოტიზმში, ხო? ეხლა ვერ ვიმღერებ ნადურს, ვერ იმერულ ნადურს ვერ ვიმღერებ, მაგრამ სიამოვნებით მოვისმენ. სამაგეროდ ბანდერაროსას ვღერი. ბანდერაროსას კარგად ვღერი და კიდევ ვიმღერებ ზოგიერთების გულის გასახებსად, ხო? ანუ აქ რისი თქმა მინდა, ქმნიან პროფესია პატრიოტს. ანუ ქმნიან ადამიანთა ჯგუფებს ეძებენ ამ საზოგადოებაში, რომელთაც არც საქმე აქვთ. სპორტული კარიერაც დაამთავრეს, მაინც და მაინც დიდი შემოსავალი არ აქვთ, სამწუხაროდ თვითრეალიზებულები არ არიან და იმის ნაცვლად, რომ თქვა ინდუსტრიული პოლიტიკა გაატარონ, ეს ადამიანები დაასაქმონ, ან შექმნან უწყვეტი განათლების ცენტრები, ახალი პროფესია მიცენ ამ ადამიანებს, ეკონომიკურად აქტიური ხალხი შექმნან, აი ამ გავერანებული, ესე იგი, გამარგინალურებული ჯგუფებისგან დააბრუნონ ამ საზოგადოებაში, ღირსება დაუბრუნონ ამ ადამიანებს. ამის ნაცვლად შექმნეს პროფესია პატრიოტი და ამ ხალხს ეუბნებიან, რომ მოდით ახლა ჭყალებში სამშობლოს დასაცავად, ცემეთ ხალხი, დახვდით ქუჩაში ხალხს, შეაგინეთ ადამიანებს,
შეურაცხყოფა მიაყენეთ თქვენს მეზობლებს, თქვენს თანამოაქალაქეებს, ხო? ხო, თქვენ თუ შეგაგინებენ, მე დაგიცავთ, იმათ დავიჭერ და ხელს დავაფარებ და ეს მეგობრებო დაღუპავს ამ ქვეყანას. დაღუპავს ამ ქვეყანას თავიდან ბოლომდე და არა მხოლოდ ერთ პარტიას. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცეცხლს მოეთამაშებით და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს მართლა გონი ეს რეზო თაბუკაშვილს ეკუთვნის ეს 90-იან წლებში პატრიოტიზმის განმარტება, რომ პატრიოტიზმი უპირველეს ყოვლისა არის პროფესიონალიზმი. ქრისტინე შარაშიძე, ჩვენი სოციალისტი დეპუტატი პირველი რესპუბლიკის ამბობდა, რომ ქვეყანა წარმატებული იქნება მაშინ, როდესაც ქვეყნის მეთაურიდან დაწყებული, წყემსით დამთავრებული პატიოსნად და პროფესიონალურად ასრულებს თავის საქმეს. აი ამ თუ თქვენ გინდათ რომ ამ ქვეყანას შეეწიოთ, სადაც ხართ, რა პროფესიაც ხართ, ვიღაცა მოჭიდავეა, ვიღაცა ის არის კარატისტი, ვიღაცა სხვა პროფესია, იქ გააკეთეთ საქმე და ეგ იქნება პატრიოტიზმი. იქ იყავით პატიოსნები და თანმიმდევრულები და ეს იქნება ამ ქვეყნის შეწევნა და არა ქუჩაში დახვედრა და ადამიანების ცემა ტყეპა და ასე შემდეგ. და ბოლოს რაც მინდა ვთქვა, პროფესორმა ლელა გაფრინდაშვილმა თქვა ეს და მინდა გავიმეორო, რომ ესე იგი საკუთარი მოსაზრების გამო თუნდაც უცენზურო იყოს ეს მოსაზრება, ადამიანის ციხეში ჩაგდება, დაპატიმრება 2 დღით თუ 14 დღის, ეს არის გამოქვაბული. ესა შუა საუკუნეები კი არა, შუა ქვის ხანა. ინსტრუმენტი რო არ აქვს, ქვის გამოგონებული ადამიანის ის პერიოდია. მე არ ვამბობ, რომ ხა გემოვნებაზე დაობენ, ყველა სხვადასხვა ღირებულებები და შეხედულებები აქვს და თუ არ მოგწონს ვიღაცის უცენზურო ხუმრობა, ან უცენზურო გამონათქვამი, ამისთვის არსებობს პოლემიკა, არსებობს დისკუსია, არსებობს, ესე იგი, რაღაც სტანდარტების დაწესების საშუალებები, შენ შექმენი უკეთესი იუმორი, შენ გამოხატე უფრო მკაფიოდ აზრი, შენ ამაღლე და უფრო მაღალი კულტურული სტანდარტის შექმენი, შენ აწიეთ ამასა მაღლა და ამით დაუპირისპირდი განსხვავებულ აზრს. და არა ქვით და ქუჩაში დახვედრით და ასე შემდეგ. და ქართულ ტრადიციაზე რო ლაპარაკობენ, ქართული ტრადიცია არასოდეს არ ყოფილა ჩაგორა და არასოდეს არ ყოფილა, რომ ძლიერმა სუსტი ბოლომდე უნდა გასრისოს და მოასწოროს მიწასთან. და რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეებში ქუჩაში, ეს არის მართლა აი ეს პოლიციისგან ხარდაჭერილი. ამას ეს არის, მე ამით დავიწყე, ხო, თითქოს ვარს ამბობდნენ, ხო, ეს გამოიყვანეს სოტნე ივანიშვილი, როგორც შვიდობის მტრედი და ეხლა თითქოს ისევ ამ იგივეს დაუბრუნდნენ და რა მოხდა ამ ასეთი ამ დღეებში, სიმართლე გითხრა, ვერ მოხდა, რატო გადაწყვიტეს ისევ ამ რაღაც ხალხის ცემას დაბრუნებოდნენ, ხო? ამ წერილზე ხუმრობის გამო, ნუ. კი ბატონო. ამ საზოგადოებაში ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ბატონ ივანიშვილის სტრატეგია ასეთია ქვეყნის მართვის დროს. მართვადი ქაოსი. უნდა შეიქმნას ყოველთვის ქაოსი, არეულობა, გაუგებრობა, დაძაბულობა, პოლარიზაცია, რადიკალიზაცია, ადამიანები დანასისხლად უნდა გადაეკიდონ ერთმანეთს და ამ ყველაფერს უნდა მართავდეს ის ან ის მართვის პულტი, რომელიც ხანდახან გადაეცემა ხოლმე რომელიღაცა მის ქვეშ შევრდომს. ასე რომ, ეხლა ნახეთ მოხდა იქ საშინელება, კატასტროფა მოხდა შეშლილმა ადამიანმა, რომელსაც 3 იარაღი პოლიციამ დაუბრუნა სახლში, იმ იარაღით ჩაცხრილა ახალგაზრდა მოზარდები, ხო? სკოლა რო ეხლა დაამთავრეს ისეთი ბავშვები ქუჩაში, ქალაქის ცენტრში. იქ ცემეს ესე იგი იუმორისტი, ამასაც რეაქცია მოყვა საზოგადოებაში. იქ 2 მუშა გადმოვარდა, ერთი ქუთაისში, ერთი თბილისში. შეიქმნა საშინელი ფონი. ჭირდება თამათ რაღაც ახალი დივერსია, რომლითაც, ესე იგი საზოგადოებრივ აზრს გადაამისამართებენ ერთი მოვლენიდან მეორემდე. დააკვირდით ივანიშვილის განვლილ წლებს, როგორც პოლიტიკოსის, ხო? ყოველთვის 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში არის კრიზისი. ამას აბრალებენ ნაციონალურ მოძრაობას და რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგიერთ ოპოზიციონერს აქვს სურვილი, რომ კრიზისი გამოიწვიოს, მაგრამ ძალიან მარტივად გადალახვადი პრობლემების დროს ივანიშვილი გზას იგრძელებს, კიდევ უფრო დიდ ქაოსს ქმნის, კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას უწყობს ხელს და ამასობაში თვითონ მოითმობს ხოლმე ხელს აი ესეთ საშინელ პროცესებზე. ანუ ჩვენ დიდი ხანია შევედით იმ სტადიაში, როდესაც ავტორიტარიზმი ყველაფერს კადრულობს. ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. უკვე ეს რეჟიმი მზად არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად თავზე ხელი გადაუსვას ძალადობრივ ჯგუფებს. აი, ეს საინტერესო კითხვა, სანამდე წავალენ.
ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ბოლომდე. რას იკადრებენ? სადამდეც შეძლებენ, იქამდე წავლენ. ბოლომდე წავლენ. ამათ დიდი ხანია მუხრუჭი, ხელის მუხრუჭიც, ფეხის მუხრუჭიც, წირო ბარიერი შეიძლება დახვდეს ეგეთი მუხრუჭიც, ყველანაირი მუხრუჭი გაუფუჭდათ. სამუხრუჭე სითხე, ტარმაზნოი ჟიტკოს რო ეძახიან ჩვენი საყვარელი ხელოსნები, არის ესე არის გასხმული ქართულ პოლიტიკურ ველზე. ქართული ოცნების მხრიდან და მიდიან ბოლომდე, უკან არიხევენ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დასრულდება ცუდად თქვენთვისაც და ამ ქვეყნისთვისაც, თუ მალე არ გამოფხიზლდებით და თუ მალე არ გადაიტანთ, ესე იგი, მთელ პოლიტიკურ ველს და პოლიტიკურ მსჯელობას ნორმალურ სივრცეში თუ ამის ძალა შეგწევთ. და ეს ცოტნე ივანიშვილის ფენომენი, რაც თქვენ ბევრჯერ ახსენეთ, მე ვერ ამოვხსენ. რისთვის არის საჭირო ხან გამოსვლა, ეს რაღაცა პათეტიკური საუბარი რომ მეგობრები ვიყოთ და კატა ლეოპოლდის პოზაში ყოფნა და იქიდან ლაპარაკი და მე ამ კატა ლეოპოლდის ფრაზებსთან ბატონი ცოტნე ივანიშვილი ამბობს დარბაზში, სადაც ხედან ის ხალხი, ვინც მე არეგისტრირებს ესეთ ორგანიზაციებს და ძალაუფლები, კი არა, ძალადობით ემუქრება ადამიანებს. და აი აქ რა ლოგიკაა და რა ჩანაფიქრი ამ პოლიტექნოლოგიურ ტვინებში, რომლებიც მათ რჩევებს აძლევენ, ეს ასე ვთქვათ, ჩემი გაქანების ადამიანის ამოსახსნელი. ხო, და ნუ აქეთ ხარ ეს დაპატიმრება, ხო, როგორც ამერიკის საელჩო ამბობს, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ხო, შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო, სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლება და იძულებითი დამყარებული დუმილი და აი ეს მართლა ეს სამმართველო, რომელიც შეიქმნა და რომელიც გვეგონა რომ თავიდან როგორც გითხრეს, მარტო რაღაც გინებისთვის და იმისთვის დაგვაჯარიმებ და გითხარი ხო აი ბექა ხურხული წერალი დაუჯარიმებთ იმისთვის რომ ვაჭარი უწოდა იმანიშვილს. გიორგი კობახიძე ექიმი პროფესორ ახობაძე გაასამართლეს იმის გამო რომ ვიღაცას უწოდა რაღაცა ტვინ მცირე და მონა და მოღალატე. ანუ მარტო ბილწიტყვაზე აღარა ახოსანაია ბილწიტყვაზე ის და ესეც შეგიჟია ხო რატო როგორ შეიძლება ამის გამო ციხეში ჩასვლა შეიძლება დაგმოთქვა რომ ეს უზრდელობა არ შეიძლება ჟურნალისტს არ შესვენის რა ყველაფერი თქვა მაგრამ ამის გამო ციხეში ჩასვა ადამიანი მაგრამ ხო აღმოჩნდა რომ ხო ერთი ქალბატონი წყევლის გამო დააჯარიმეს ივანიშვილს ანუ აღმოჩნდა რომ მონასაც ვერ დაუძახე მოღალატესაც რა ვაჭარს ანუ ვერაფერს ვეღარ იტყვე ხელისუფლებაზე შეიძლება დაგიჭირო მაგის გამო ანუ დაგაჯარიმოს ზოგს ახლა დაჭერა უჩვენია 5,000 ლარიანი ჯარიმას საერთოდ ესეთი ცენზურები წაახალისებს ხოლმე ადამიანთა შემოქმედებით ნიჭს. ამიტომ მოუწოდებდი ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ სადაც უნდათ რომ გამოიყენონ სიტყვა ვაჭარი, იქ ახსენონ თქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი. სადაც დაჭირდებათ მაგის გამო დაგიჭერენ და იტყვი. არა, მაგამდეც მივლენ, მაგრამ ჩვენ რაღაც სარგებელი მაინც მივიღოთ ამ საშინელი ცენზურისგან. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. რეალურად აი ამ მსჯელობის დროს ეხლა ცხადია რომ სიტყვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ შენ არ მოგწონს ვიღაცის გამონათქვამი, ვიღაცის უცენზურობა და ასე შემდეგ, დააწესე უკეთესი სტანდარტი, მაღლაწიე თამასა და ამ გზით წადი. მაგრამ აი ამ მსჯელობის დროს აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს. ესე იგი, პრეზიდენტად ყავს ადამიანი, რომელს იმ დღეს ქუჩაში ჩვენ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის გაზეთებს ვარიგებთ ხოლმე, ჩვენსაც, რომელსაც გამოვცემთ პოლიტიკურ გამოცემას, ადამიანებს ვეკითხებით აზრს და შემთხვევით გავაბი საუბარი ერთ-ერთ გამლელთან და მას ვკითხე, რომ აი ახსოვთ, თქვა გერმანიაში ყველა თავისი დიდი პრეზიდენტის ციტატა შეიძლება ახსოვდეს ოდნავ განათლებულ ადამიანსაც კი. ან კანცლერის ციტატა. აი თქვენ რა ციტატა გახსოვთ მეთქი პრეზიდენტად წოდებული ბატონი ყაველაშვილის. გინებას გაიხსენებთ. რა თქმა უნდა. ამ კაცისგან რა შეიძლება გვახსოვდეს, რომელიმე წიაღსულა ქონდა, რომელიმე ღირებულებაზე მიანიშნა თავისი გამოსვლის დროს. გვახსოვს იმით, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ ესე იგი ნაირ-ნაირი გინებით თან უგემოვნოდა დაბალი დონის გინებით, თორე გინება შეიძლება ხელოვნებაც იყოს, ხო? ალენ გინსბურგი მაგალითად ისე იგინებდა, რომ პულიცერის პრემია მიცეს და ამათი დაბიო გინება, ხო? აი ეს მისი ლუმპენების გინებით რო გამოდიან ხოლმე. აი ამითი დავიმახსოვრეთ ეს ადამიანი პარლამენტარები ყავს, რომლებიც ისე იგინებიან, რომ მე ვფიქრობ, რომ შესამოწმებლები არიან. ასაკუთრებით დიტო სამხარად. მათ შორის, რა თქმა უნდა, უპირველეს შესამოწმებლები არიან ესეთი სიბინძურე თავში, როგორ შეიძლება მოგივიდეს.
მით უმეტეს პარლამენტის წევრი რო ხარ, ეს ხო უნდა რაღაცა სტანდარტი უნდა კონდეს, რაღაცას ხო უნდა აჩვენებდეს, სხვაზე მაღლა ხო უნდა იყო. საკრებულოს წევრები ყავს, რომლებიც იგინებიან. ესე იგი, ქართული ოცნება გვეუბნება, რომ ჩემიანი თუ გაგინებთ და თავზე გაფარებთ იმას, რა ქვია, ადიალას, ესე იგი, ეს არ არის დანაშაული. და ეს ნორმალური მოვლენაა და აი თუ ოპოზიციონერი იგინება, მაშინ ის დანაშაულია და ციხეში ჩავაჯინოთ. სად ამოიკითხეთ ესეთი წესები? ანუ თავის ლოგიკაშიც კი ჩაჭრილები არიან. იმიტომ რომ თავის ლოგიკაშიც კი თქვა უნდათ რომ უცენზურობა აღმოფხრა, რაც მე მართლა მეზიზღება და არ მიყვას უცენზურობა და საშინელებაა, მაგრამ კანონი ამას არ ჭირდება. უცენზურობას უნდა ებრძოლოს ჯერ ოჯახში აღზრდის დროს, მერე სკოლაში უნდა გასწავლიდნენ, ესე იგი, ბრაზის დროს აზრი როგორ უნდა გამოხატო ცენზურით და თუ მანდა მეძგინება გინა ალენგვისბურგივით უნდა იგინებოდა. ხო? ანუ სხვა ადგილზე არის, თქვათ, უცენზურო ლაპარაკი დასარეგულირებელი, ხო? თუ მაინც და მაინც კიდევ ერთხელ ვიმეორებ. და აი ამ თავის ლოგიკაშიც კი თუ უნდათ რომ აღმოფხრანეს რაღაცა ბილდსიტყვაობა, მაშინ მაგალითი მაინც მოგცენ. მაგალითი მაინც მოგცენ, როგორ ლაპარაკობენ. კაი, ბილდსიტყვაობა გადავდოთ. სიძულვილის ენას აღმოფხრა თუ უნდათ. ამის მაგალითი მაინც მოგცეს პრემიერ-მინისტრ კობახიძე. რომელიც ხან პირდაუბანელს ეძახის, რომელიღაცა ჟურნალისტს, ხან მახინჯს ეძახის, ხან რას გავხარ ეძახის. ან სიძულვილის ენის აღმოფხრა თუ უნდათ, აგერ ბატონმა კალაძე მოგცეს მაგალითი თმაგაშლილი იმისავით, რა ქვია, მაწყევარი იმისავით, რომ იწევლება, რა ქვია, უკანასკნელი ნაძირალასავით ხანდახან ტელევიზორში და ჟურნალისტებს მასზე კალაძისგანაც ეს ფრაზა დაამახსოვრდება ხალხს, ხომ თაწმინდიდან გამოექანეთ და დაგვამახსოვრდება, რომ პატარა იმას, რა ქვია, მასთან შედარებით მცირე ძალაუფლების მქონე ადამიანს, ჟურნალისტს რომელიც შეიძლება არასწორ კი არა, პოლიტიკურად მოტივირებულ შეკითხვას უსვამდა. როგორ გალანძღა და მიწაში როგორ ჩადო. და როგორ შეავიწროვა იქ და ამხელა ძალაუფლების ადამიანი ხარ და ჟურნალისტ როგორც არ უნდა მოიქცე, ესე უნდა უპასუხო, როცა პოლიტიკური თანამდებობის პირი ხარ და მილიონი ქართველის მიერ არჩეულ მერობაზე რო გაქვს პრეტენზია. ასე რომ თვითონ გვაძლევენ ესეთ მაგალითებს, სიძულვილის მაგალითს, ზიზღის მაგალითს, გინების მაგალითს და საკუთარ თავს არაფერში არ ასამართლებენ და იქ ვიღაცა ოპოზიციონერი მეაცე ხარისხოვანი რაღაცა სიტყვის და ამის გამო 14 დღით სვამენ ციხეში. მეგობრებო, გამოფხიზლდით, ამის იქით უკვე კიდევ უარესი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ძალიან ახლოსა ვართ უკვე უსკოლთან. ამის იქით რაღა შეიძლება მოხდეს, ხო? ესეთი კანონები მგონი ბელარუსში არ მოქმედებს. როცა რაღაცა უცენზურო გამოთქმისთვის 14 დღით ციხეში გიშვებენ. მე თვითონ არ მოსწრები ვარ, მე დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე, მაგრამ სტატიები მაქვს წაკითხული იუმორზე ბრეჟნევის ეპოქაში. რას არ გადაობდნენ ამ ბრეჟნევზე? საბჭოთა კავშირის დროს აგინებდნენ. როგორ დადიოდა? მაშინ სახლში, მაგრამ მაინც. სახლშიც აგინებდნენ და საჯარო სივრცეშიც ხუმრობდნენ ბრეჟნევზე, თან ძალიან უცნაურად და ძალიან უცენზუროდ, კი ბატონო. და ბილდსიტყვაობის შემცველი ანეკდოტები ძალიან ბევრი იყო ბრეჟნევზეც და ჩერნენკოზეც და ასე შემდეგ. და მაშინ არ იჭერდნენ ხალხს. ზასტოის პერიოდში არ იჭერდნენ ღადაობისთვის და უცენზურო ანეკდოტისთვის და უცენზურო გამონათქვამისთვის ხალხს. და ეხა დამოუკიდებელ საქართველოში ამის გამო უნდა დაგვიჭირონ და დაგვაპატიმრონ. არ არის ეს ნორმალური, არ არის ეს სერიოზული და არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ საფრთხის შემცველი თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ქვეყანას აქვს ისტორია, საშინელი გამოცდილება აქვს დაპირისპირების, უბედურების, არც მინდა ის სიტყვა ვახსენო, რისი გამოცდილება აქვს ამ ქვეყანას, რომლის იარები აგერ მგონი 10 წლის წინ თუ 15 წლის წინ მოვიშუშეთ. და ისევ იგივე წრეზე სიარული არის, ესე იგი, ძალიან დიდი დანაშაული სწორედ ეროვნული თაობების წინაშე. მადლობა დიდი, ლევან ლორთქიფანიძე იყო ჩვენი სტუმარი, მოძრაობა სოციალურ დემოკრატიისთვის წევრი. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ 7-ის ნახევარზე გადაცემით რეზიუმე დაგიბრუნდებით.